ძალიან ისეთ ადგილას ვიმყოფებით ვიშო, რომ ცოტა რიდი მაქვს ჩემს უკან არსებული სივრცის და ზოგადად ამ სივრცის სადაც აქ ვართ. სიმბოლურია და შეგნებულად ავირჩიეთ ეს ადგილი. მიხვდება მაყურებელი, სადაც ვართ, ოკუპაციის მუზეუმში ვართ, სტუმრად ყავს. არაჩვეულებრივი ადამიანი, თავს მივიცემ უფლებას და კოლეგად მოიხსენიე ბატონი კობალიკლიძე, რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, სამხედრო მიმომხილველი, სამხედრო თემატიკაზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მე ჩემთვის პირადად სანდო ადამიანი, ვისი სტატიების, რეპორტაჟების ყურებისას ვიცი რომ უსმენ იმას რაც არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კობა სტუმრობისათვის და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ რო და მოხვედით ჩვენთან. გამარჯობა ჩემო კოლეგებო, ახლა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ერთი მხრივ რომ ვიყო თქვენი პოდკასტის სტუმარი და მეორე იმ სპეციალური თქვენი გამოშვების რომელიც იწერება ჩვენს აი ამ საოცარ მუზეუმში ამ საოცარი ექსპონატების გარემოცვაში. შეგნებულად შევარჩიეთ ბატონო კობა სამწუხაროდ ბევრი ომის თვითმხილველი ხართ და ბევრიც გაქვთ მოსაყოლი ამ ამბავზე. კითხვებს ამ საკითხის შემდეგზე დაგისვამთ, მაგრამ მოდი მადლობა უთხრათ ამ ხალხს, რომელიც ცოტა ის დროც ძალიან ცოტა ქონდა და ყველაფრით დაგვიხვანენ, რომ გამოსულიყო დღევანდელი დღე და გადაღება შეგვძლებოდა ძალიან დიდი მადლობა მსახურებენ კი. ეროვნულ მუზეუმს პირადად ბატონ დავით თორთქმანიძეს, რომელიც საბედნიეროდ მოახერხე და ჩავწერე და ჩვენი სტუმარი იყო. ძალიან მიხარია რომ ერთ-ერთი ეპიზოდი სტუმარი იყო ბატონი დათოლორთი. და არ ვიცი. დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავით რადო მე მგონი ვანის მუზეუმში. საოცრება იყო. ყველა სურჩევ ვინც არ არის ვანის მუზეუმში, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ჩვენი ქვეყნის ენით აუწერელი ისტორია და აუცილებლად აიყვანონ გიდი. ეცე გუნა მეთქვა გიდის გარეშე ნახულობენ 10%-ს და იგებენ 10%-ს, რაც არის ის მუზეუმი და ის მუზეუმი არის ვერც წარმომედგინა თუ ასეთი მუზეუმი ქონდა. და საერთოდ ჩვენი შულები რომ მუზეუმებში ვატაროთ ძალიან მაგარი იქნება. ჩვენი შულებისთვის ისე. სანამ კითხვებს გადავალთ, მიშო, აუცილებლად ჩვენი მეგობრებიც ვთქვათ, Media Holding Fortuna, რომელიც ჩვენი მეგობარია, უძაფო ჩურჩხელა ბატონო კობა სუთი ფაუერი, თავისი არაჩვეულებრივი არომატებით და კომპანია ბენზინგასამართი ქსელების დიდი კომპანია Connect-ი, თავისი არაჩვეულებრივი სლოგანით თქვენი კავშირი გზასთან, რომელიც ჩვენ გვერდში დგას და გვაძლიერებს თავისი მხარდაჭერით. აი, ჩემოლადო მამების დრო არის კიდე კავშირი ჩვენ შვილებთან, ჩვენ ბავშვობასთან და სწორედ ამ საკითხებზე დავიწყებთ ამ საკითხებზე საუბრით, დავიწყებთ ჩვენს მოხეტიალე პოდკასტს, მოხეტიალეთ აგერ ოკუპაციის მუზეუმში. ძალიან კარგი სახელია. ესე უნდა დაარქვათ საერთოდ მოხეტიალე პოდკასტი. რა კარგი სახელია ის. აი, ჩათვეთ თუ საავტორო უფლება თქვენ გეკუთვნით მე არა. მამების დროს რო არ გვერქვას მოხეტიალე პოდკასტს დავარქვანით. მამების დროს ძალიან უმწოს ჩემულად. ბატონო კობა, სტანდარტულად ვიწყებთ ყველა სტუმართან, თითქმის ყველასთან ამ კითხვით ვიწყებთ და თქვენთანაც იგივეს ვიზამთ. როგორი მამაა კობალიკლიძე? იცი რა, რაღაც პერიოდები იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით მადლობას და ფორმალურ ვითარებაში, არაფორმალურ ვითარებაში ვილაპარაკოთ ბატონოს გარეშე, იმიტომ რომ მე და შენ განსაკუთრებით ლადო 2008 წლის აგვისტოს ომიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ოდესაც იმ ძალიან მძიმე დღეებში გაერთიანებულ პრეზიდენტში ხვდებოდით ერთმანეთს. რაღაც მომენტში ვიყავი, შეიძლება ითქვას, ზრუნველი მამა არ ვიყავი და გამომდინარეობდა ეს ობიექტური მოსაზრეების გამო, იმიტომ რომ უფროსი ქალიშვილი ნანო დაიბადა 2 დღის შემდეგ, როდესაც სოხუმი დაეცა 1993 წლის 29 სექტემბერს და მე სამხედრო ფორმა მეცვა და ვიყავი ქუთაისის შტაბში უკვე როგორც პრესცენტრის წარმომადგენელი. მანამდე ვიყავი დიდი ხანი ოჩამჩირის პრესცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელად და მოკლე შვებულება ავიღე, ვისარგებლე იმით, რომ იქნებოდა მართლა მესამე სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის შუამავლობით რეალური, თუმცა ილუზია არავის არ ჰქონდა და დავისწარი შვილის მშობიარობას. დავისწარი როგორ ეს ის პერიოდი, როცა შიგნით არავინ არ შეგიშვებს და სიბნელე იყო უკვე სადღაც თუ არ მეშლება კოპიტნარის აეროპორტთან უკვე მომდგარები იყვნენ ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიის წარმომადგენელი. სამწუხაროდ ეს ჩვენი ახლა ისტორიულ მუზეუმში მყოფი ისტორიის ნაწილია, რომ სოხუმისათვის დაცვის ომის პარალელურად სამოქალაქო ომის მეორე ფაზა დაიწყო. ამიტომ თითქმის არ მეცალა რა, ახლა მაგალითად ჩემი შვილი დავითი
თუნდაც ჩემი უფროსი ქალიშვილის უკვე რო ახსენე ნანოს მეუღლე ჰიმანშუ, კაი მამები არიან ჩემგან გასხვით. რას ნიშნავს, იცი? მე ვფიქრობ, რომ მამა უფრო აქტიურად უნდა იყოს ბავშვის აღზრდაში პირველივე დღეებიდანვე. იქნება ეს პამპერსის გამოცვლა, იქნება ეს ბავშვისთვის ღამის გათენება, თუ ხელოვნური კვების პროცედურაზეა გადასული, მაგალითად აი იმ ფორმულის გაკეთება, როგორც ჭირდება ბავშვს, არა? აი ამ ყველაფერმა ჩემი შვილების დათოსთან ნანოს შემთხვევაში ჩემგან მაქსიმალურად დამოუკიდებლად გაიარა. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე არ ვიყავი შეიძლება ითქვას კარგი მამა, მაგრამ ისე მაინც გონია რომ ცუდი მამა არ ვიყავი და არა ვარ. ჩემი შვილები უფრო კარგად იტყოდნენ ამას, მაგრამ მე მეც ჩემ თავზე ვერ ვიტყვი. ახლა ჩემ წინ ვიტყვი ამას თუ შეიძლება. იმ ხალხის გვარსახელებია ჩამოწერილი, ვინც იმ სხერპლა იმ ქვეყანამ, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენი მეგობარი არასოდეს არ ყოფილა და არც არასოდეს არ იქნება. ხედავს მაყურებელი, ეს იმ ვაგონის ნაწილია, სადაც დახვრიტეს. და იმ ხალხის გვარებს და სახელებს კითხულობ, აი დიმიტრი გეგიაძე, გიორგი ჩიქოვანი, პეტრე ქარსელაძე, ეს ის ხალხია, ესენი რო არ ყოფილიყვნენ, ეხლა დღეს ჩვენ აქ ვერ ვისხდებოდით, ალბათ და ვერც მამაბაზე ვისაუბრებდით. და ვერც ვერაფერზე. საინტერესო გვარია დონ გაბრიელ ასლანიშვილი. 90-იანი წლები იყო ბატონოკობა, რომელმაც პრინციპში ეს თაობა, ეხლა ჩვენი თაობა, მამების გარეშე შეიძლება ითქვას გაზარდა, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ სხვა საზრუნავი ჰქონდათ მამებს. მაშინ საჭმელი იყო სახში მოსატანი, პურის რიგში უნდა ყოფილიყვნენ, ბევრი უნდა ემუშაოთ, რომ ოჯახი ერჩინათ რა. დღეს რიგში ჩამდგარა 4 საათზე. დილის 4 საათზე და 6-ზე ამიღია, მაგრამ იყო მომენტი რომ არ ამიღია, იმიტომ რომ ქალბატონებს უშვებდი ხოლმე წინ. ორი ბიჭი თუ იქნებოდით ხოლმე. თან სამხედრო ფორმა რომ ეცვა, მეუბნებოდი თქვენ წინ წაიწვა, მე ვთხარი არა და გათავდებოდა რძე არ იყო მეტი და ვერ აიღებდი, იყო ეგეთ შემთხვევა. აი მაინტერესებს ზუსტად მაგ დროს რას გრძნობს მამა, როცა სახლში მიდის ხელცარიელი და სიტყვაზე ვერ მიაქვს პური, ვერ მიაქვს რძე. იცი რას გრძნობს და საოცარ იმედგაცრუებას. ეხლა არ დაგემარო და ყოფილა მიშო ეგეთი მომენტი, რომ აი რიგში რო დგები, ადამიანს უხო ფიქრობ, ეხლა ჩვენ სადაც არ უნდა წავიდეთ, ავტობუსში ვართ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვართ და გვაქვს თავთან მარტო დარჩენა, ფიქრობდი რას, პირდაპირ გეტყვი რა. კაი, შენ ხო აგერია ცხოვრება და ომი და უბედურებაა და ისა და სწორი ვიყავი, რომ ახლა შვილი გავაჩინეთ ესეთ ვითარებაში. ეხლა მკრეხელობა ღმერთისგან არის ყველაფერი, მაგრამ ფიქრობდი რა იქნება, როგორ საქართველოში იქნება და მაგრამ მე უკვე ერთი წლის შემდეგ მეორე შვილის რო გაჩნდა, მე მივხვდი რომ ეს არ არის მარტო ჩემი ნება და საბუნებრივი პროცესი. და მამაშვილობაზეა ჩვენი გადაცემა, მაგრამ თუ ჩემი შვილების ჩამოყალიბებაში და ისინი კარგი ადამიანები არიან, ვინმე არის, ვინმეს ეკუთვნის მადლობა პირველ რიგში ჩემ ცოლს, ლელას, რომელსაც არ მახსოვს მე რომ დავწანწალებდი ამ სამხედრო ფორმით. იქ პოდკასტში ვთქვი რომ სამწუხაროდ ქართველ ტყვეს ქართველში ვცვლივდი. არასოდეს არ ვთქვამს ჩემთვის ერთი საყვედურიც კი. როდესაც კუპონები რო შემოვიდა, მე რო ის იყო დაუტოვებდი 2 პურის ფულს და 1 ბოთლი რძის და სანამ ბავშვებს ჩააცვამ და გამოაწყობდა, უკვე 1 პურსაც ვეღარ ყიდულობდი, ისეთი დევალვაცია იყო. ახლა წარმოგიდგენე ესეთ ვითარებაში სულ ფიქრობდი იმაზე, რომ რაღაცა შენ ხო აირია ცხოვრება და რაღაცა ესეთი მძიმე ვითარებაა და კიდე აგერ შვილების ამბავი როგორ იქნება, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად განვითარდა. ტყვეების გაცვლა ახსენეთ, ქართველზე ვცვლიდიო. ვიცი რომ ხშირად იყავით ჩართული ამ პროცესში, ტყვეთა გაცვლის პროცესში. თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, როდესაც თქვათ გათავისუფლებული ტყვე მამას შეხვედრია ან პირიქით შვილს შეხვედრია ან მამაშვილობის მომენტი თუ ყოფილა ტყვეების შორის ან ერთ დავასუსტებთ, მე ხშირად არ ვიყავი, ხშირად ვინც იყო და ვინც არ ვიცი მე ძალიან დიდი საქმე გააკეთა და მისი სახელით ბევრი საქმე დღესაც კეთდება, ეს არის პატა ზაქარიაშვილი. კი ბატონო. ჩვენ უბრალოდ როგორც გაერთიანებული შტაბის პრეს-ცენტრის წარმომადგენლები რაღაც მომენტში ამ საქმესაც ვითავსებდით.
რაც მამაშვილური ესეთ დამოკიდებულება ტყვეების არ მაქვს, მაგრამ ნათესავის ბიძაშვილი რო შეხვდა ზუგდიდში, როცა ჩავიყვანე 5 ტყვე, ეს 1 ნოემბერი 1993 წლის, აი მათი სიხარული მაქვს და თვითონ ამ ადამიანების სიხარული უკვე რომ მართლა რომ აი ჭალადიდის გზასო დავადექით და მე თეთრი დროშა მეკავა და მანამდე მაინც ეგონათ რომ სანამ ავტობუსში იყო და ეს თანხლები ორი სამხედრო მახდა ავტომატიანი რომ შეიძლება გაცვლა არ მოხდარიყო და მე რომ დაინახეს ეს ის სიხარული მათი არ დამავიწყდება რა მიკრობდნენ მიუხედავად იმისა რომ დაღლილები იყვნენ საჭმელი არ ქონათ დიდი ხანი ნაჭამი და რაღაც აი მიკრობდნენ და მაშინ ვიგზნე რა არის ადამიანის თავისუფლება რა ამიტომ სიხარული იყო ენით აუწერელი რა და ეხლა წარმომიდგენია ამის შემდეგ ისო დედა შეხვდება როგორი იქნებოდა მაგრამ ერთ-ერთი იმის დროს სამწუხაროდ ვინც ცოცხალი იყო გარდაცვლილი ჩამოვიყვანე და მახსოვს თბილისამდე სახლამდე მივყევი მივაცილე და იქ მახსოვს ტრაგედია იყო ეს რა გზაში გარდაიცვალა? არა ბოლო დღეებში გამჭოლი ეს ქონდა ჭრილობა გვარდიელი იყო და უვლიდნენ ზუგდიდში მაგრამ ის შესაძლებლობები არ ქონდა რომ გადარჩენილიყო ძიმე ჭრილობა ქონდა ბრძოლის დროს მიღებული და რო ჩავედით უკვე წინაღამის გარდაცვლილი დახვდა. ხო და მისი ძმაც ჩემთან იყო, აი ეს ძმის ის არ დამავიწყდება რა. არ მინდა სახელი თქვა, მაგრამ ის თუ ნახავს ამას აუცილებლად. არც დასამალიც რა არის კაცო, ფერ დასამალი არ არის. მაგრამ გვარების და სახელების ხსენებას ვერ იდები ხოლმე. ეს ძამძიმე მომენტი მინდა გაიხსენოთ თუ შეიძლება შვილი პირველი შვილი მეორე სამი შვილის მამა ბრძანდებით პირველად თუ ხელში დაიკავეთ აი რა გზნობა იყო იმიტომ ვკითხულობ ხოლმე ამას რომ პირველი შვილი რომ დავიკავე ვერ მივხვდი ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა ვაღიარებ ხოლმე მეორე შვილზე რადიკალურად განსხვავებული ემოციები მქონდა და ვიცოდი უკვე რომ მამა ვიყავი პირველ შვილზე ვერ გზნობდი ვერც პასუხისმგებლობას ვერც ემოციებს აი ეს მომენტი რომ გაიხსენოთ პირველი ნაცნობობა შვილთან პირველი რა მახსოვს, ნანო გამოიყვანეს სამშობლოდან და ავიყვანე ნანოს ჰქონდა რაღაც პატარა ლაქასავით, რომელიც მერე გაუქრა. მაგრამ ამ ლაქას ჰქონდა კონტური და თქვი, ნახე, კვაწერია მეთქი. ეს მამის გოგო იქნება მეთქი და ეს რო თქვი და მართლა ეხლა სამიშვილი ხოლმე არანორმალურად მიყვარს ახლა რაზე ლაპარაკი, ნანოს სტატუსს და ჩემი ლეზიც ენაცვალოს ორივეს სამივეს მამა. მაინც გონია რომ ნანო არის მამის გოგო რა. ესე მომბობ ხოლმე. ხო აი იყო პირველი განცდა და სიამაყე რა. ჯერ ერთი მესტალილასაც მინდოდა გოგო მე ეს უცნაური სახელი ნანო რომელიც ხშირად ნანაში ეშლება და შემისწორებე ხოლმე რომ გაუგზავნე ვიღაცა ნანო ალბათ შეეშალა კობას და ნანას რო წერე. ესეც საერთო კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება არის. ძალიან ამაყი ვიყავი რა. და ფიქრობდი რომ რაღაც ცხოვრებაში რაღაც სინათლე შემოვა. საშუალეს მე ლექსი დაუწერე 30 წლის რო გახდა რა. და აღწერე ის რომ შენი დაბადება იყო მეთქი სინათლის შემოსვლა იმ წვდიათში რომელიც იყო გარშემო და მართლა ეს განცდა მქონდა რა. ჩაბნელებული ქუთაისი, თუმცა ქუთაისი მაშინ შაშიაშვილის სასახელოდ უნდა ვთქვათ რომ შუქიც მეტი იყო, პურსაც იშოვიდი უფრო მეტად და რძესაც იშოვიდი. მაგრამ ჩაბნელებული ქუთაისი და მოდიხარ და ხელში გიჭირავს სინათლის შუქი რა. აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა. 2 დღით ადრე სოხუმის დაცემამდე დაიბადა ნანო, 2 დღის შემდეგ ნანო, უმძიმეს სიტუაცია. ომს შეუძლია მამის სიხარულის გაფერქთალება? ზუსტად ერთ კვირაში, როგორ არ შეუძლია, ზუსტად ერთი კვირა და სოსო მაგრიშუნა, მე თუ აცხონოს პრესენტეს ხელმძღვანელი იყო ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ბიჭი. დამირეკა და გამოდიო ყობაო და უკვე როცა მითხეს რომ ესეთი ამბავია და ვიღაცა უნდა წავიდეს. ერთი კი უთხარ მე რატო და ვაფშე ჩვენ რა შუაში ვართ პრეს-ცენტრი მეტი არავინ არ არის. ხო და მითხეს და როგორც კი ეს ბრძანება დაიწერა გია ყარყარაშვილის ეს ავიღე მე საკავშირგამოვლობის მანქანით ჯერ ერთი უკვე ინფორმაცია ბევრი ქონდა ბიულეტენებს წერდით რა ხდებოდა იქ იყო დაღუპულები ამ მხრიდანაც იქით ამ მხრიდანაც
მე როდესაც ამ დახურულ კავშირზე გავედი ლოთიკობალიასთან გამოვიდა სოთში დამელაპარაკა იმ დღიდან რომ ჩავერთე და ისე ჩავერთე რომ აი მაპატიოს მერთმა მაგრამ სახში ახლოს კი იყო ქუთაისში ჩვენი ბინა მაგრამ იმდენად ვიზაფრებოდი რომ მისვლა არ მინდოდა რა მეგონა რომ ბავშვი მიუტანდი რაღაცა აურას რა და ის ეპიზოდი რო ვახსენე როცა ჩავასვენეთ ჩემი მეგობარი იყო ძალიან ახლოს ვიცნობდი იმას კაი ბიჭი იყო რა ნუ ამას დავითაშვილი უნდა თქვა აცხონოს მერთმა რა ულამაზესი ბიჭი მე ერთი თვე ვეღარ ჩავედი ქუთაისში და შვილი არ მყავდა ნანახი ძალიან ძიმეთ ვიყავი ფსიქოლოგიურად ვიყავი ძიმეთ მაგრამ ჩამოვედი და ნახე გაბადრული რო იწვა ეს უნდა მოვისწრა ყველაფერი დამოვისწრა რომ ომი იყო საერთოდ არ მართლა ანტიდეპრესანტები არის შვილები ო რასოა აი მე ხარ შვილიშვილები მე გადავიდეთ ეს შვილიშვილები საერთოდ სხვა ფენომენია ეგ კითხვა გვაქვს რა თქმა უნდა სხვათა შორის ყველა ბაბუა ხარ თუ პაპა ეგ მაგარი რაღაცა ძალიან ახლობელი მეგობარი მყავს ჩემი ეხლა უნდა გავეორო ვაჟა ნატროშვილი კახელი კაცია მაგარი კაცია ის პაპა იქნება ხო და დაურეკე იქიდან პრაღიდან დაურეკე და ვაჟა მე ვთხარი ვაჟა ბაბუა გავხდი ბიჭო მომილოც უცი პაუზა ბაბუა არა ბებია პაპა გახდი ბიჭო ხო კახელები ძალიან შენ ხა იმერლები ვარ და ბაბუა პაპა ორი მაგრამ თავარი ის არის რას მეძახის ჩემი მილანია მეძახის ბაბუს ისე ეგ დამთავრებულია ყველა ჩემი შვილებიც ბაბუთ მიმართავენ მამაჩემს მილანია ლიკლიkas ჩემთან როგორ იყო იცით მამა ჩემი იმერელია დედა ჩემი კახელი მამა ჩემის მამა ბაბუა იყო და დედა ჩემის მამა პაპა ასე იყო ანალოგიური ჩემთან ხო თან ჩემი მეუღლის მამასაც გოგი ერქვა მამაჩემს გოგი ქვია და ის იყო გოგი პაპა ჩემი შვილისთვის და მამაჩემი გოგი პაპა ძალიან მარტივად ანსხვავებდა წეგან ახსენეთ მეუღლეს საყვედური არ დასცდენიაო მინდა ვთქვა რომ როცა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე ჩემი პირველი მშველელი არის ჩემი მეუღლე იმის მიუხედავად რომ საყვედური არ დასცდენია დარწმუნებული ვარ იოლი მაინც არ იქნებოდა და არ ვიცი როგორ ცდილობდით ხოლმე ეს უთქვენობა დაგე როგორ თქვა და დამეხმარე დაგეკომპენსირებინათ არ ვიცი რა არის ამას მე შევაქ თავისი წინაპირობა მე და ლელა ვართ თანაკურსელები თანამოაზრეები და თანამებრძოლებით იმ გაგებით რომ აი აქ 100 მეტრში აქედან 9 აპრილს ერთად დავხვდით როდესაც საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა დაიწყეს მიტინგის დაშლა რა ფილოლოგიის ფაკულტეტის 3-4 წარმომადგენელი ბიჭი ვართ და დანარჩენი ჩვენი ერთ-ერთი ქვემოჩემხთა მათ შორის ჩემი თანაკურსელი ახლა აქ თანამშრომელი ამიტომ მან იცოდა რომ მე ვიყავი სტუდენტურ მოძრაობაში და იცოდა ჩემი პატრიოტული ცხოვრების და წესი რა და ამიტომ როცა მე ვეუბნები რომ ეს ახლა საჭიროა ეს ჭირდება ქვეყანას ეს ჭირდება კონკრეტულ ადამიანებს აი იმას ვისაც ახლა ჭირდება რომ ვიღაცა მივიდეს და დაეხმაროს იმაში რომ გისოსები გაიღოს და გათავისუფლდეს ის ამბობდა ობა თუ ეს საჭიროა შენ ეს უნდა გააკეთო ესე იყო როდესაც გორში წავედი ავდექი მაშინ არავის არ უთქვია და ეხლა ბოლოს ესე იყო რა 2 დღით ადრე უთხარი რომ ლელა მეთქი რა ხო იცი შენ ჩემი ამბავი მეთქი ბილეთი ვიყიდებ და კიევში მივდივარ მეთქი ეხლა მას შეშფოთების მეტი საგანი ის ქონდა რომ დროთა განმავლობაში რაღაც პრობლემა შემექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაც ყურადღებას მოითხოვს და მედიკამენტოზურ დროულ კურნალობას და ის მითხრა გაგიშვებ ხო პირობა უნდა მოვწერო იქ არა აი ხო თავისთავად მაგრამ ვიცი რომ დაგავიწყდება და ამიტომ დაგირეკა ვიცი და twins გაგიბურღავ და მითხარი ნელა აზია ლაპარაკი ასე მეუღლე არის ჩემი თანამებრძოლი თანამოაზრე იყო არის და დარწმუნებული ვარ იქნება დიდი ხნის განმავლობაში სანამ აქ ვართ უფლის წყალობით მოკლედ სიყვარულია მთავარი ხო არა ეს სიტყვა როგორ გამომშა ალბათ მიშო კაია რომ შემახსენი რა თქმა უნდა მინდოდა რომ ეგ თქვათ და დიდი სიყვარულია მადლობა რომ შემახსენი დიდი სიყვარულია ჩემი დიდი სიყვარულია ამ პოდკასტის პერიოდში ძალიან ბევრი სტუმარი ყოლია და ვისაც კი მეუღლე ყავს ყველა ხაზგასმით ამბობს რომ მე არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ რომ არა ჩემი მეუღლის თავგანწირო პოეტებს უთქვამთ მსახიობებს უთქვამთ რომ რამხელა რაღაცას ხშირ შემთხვევაში მაგალითად ტარიერ ხალხელაურის ნათქვამი მახსენდება რომ უმძიმესია პოეტის ცოლობა. ჩემ მეუღლეს რომ თავის თავი არ გადაედო გვერდზე და სიცოცხლე არ მოეწყუნე ჩემთვის, დღეს მე არ ვიქნებოდი ის ვინც ვარო.
თან ტარიელი, ბატონი ტარიელი, რომელსაც რამხელა ტრაგედია აქვს გადატანილი და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია და მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარული. სხვათაშორის გუშინ დაბადების დღე ქონდა და დიდი სიყვარული. აი მიულოცოთ ერთხელ, ამიტომ აბსოლუტურად სავსებით მართალია რა. ქართველი ქალის ფენომენი საერთოდ ისედაც ჩვენთვის ხო მარტო სადღეგრძელოს თემა არ არის და მით უმეტეს, როდესაც შენ გვერდით ყავს ადამიანი, რომელსაც ესე შეუძლია სიტყვის უთქმელად გაგიგოს და გადაიტანოს. მაგრამ სამაგიეროდ მე ხო ეუბნები, რა გინდა აი პრაღაში რო ვიცხოვრეთ ერთად რადიო თავისუფლების კორესპონდენტი როცა ვიყავი. ხო განახე ყველაფერი რაც გინდოდა, ძალიან უყვარს მუზეუმები და მაგარი მუზეუმი, ევროპის ქრისტიანული კულტურის ძეგლები და რაღაცეები და ამით ერთი სიტყვით კომპენსირდა ის სიმძიმეები, რაც 90-იანებში ერთად გადავიტანეთ. ბევრ ომში ხართ რამ ყოფილი. მეგონი რამდენიმე კონფლიქტი, მნიშვნელოვანი კონფლიქტი გაგიშუქებიათ, მეომრებთან გქონიათ საუბარი, პირადი შეხება. თუ ყოფილა შემთხვევა მეომრების, როდესაც საუბრობენ, აი შვილებს იხსენებენ, შვილებთან ურთიერთობა ენატრებათ, ან ურეკავენ, ან პირიქით მამებთან ურთიერთობა. ერახში იყო არაჩვეულებრივი რეპორტაჟი გავაკეთე, მე ვფიქრობ რა 2008 წლის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ვიყავით. რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის და მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა იყო მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია და იქ ჩავწერე პეტრო იყო ეს ბიჭი რა ზემდეგი იყო და ეს რეპორტაჟი ამით თავდებოდა რა დიდი რეპორტაჟი იყო რადიო რეპორტაჟი ძალიან მენატრება ნოსტალგია მაქვს რადიო რეპორტაჟების რადიო საერთოდ ძალიან კაი საშუალება ინტიმური საშუალება უშუალოდ ერთ ადამიანს ესაუბრები და ამ დროს მთელ აუდიტორიას და იმის ხმით დავამთავრე რა თავის შვილს დაურეკა აქ და ჩავრთე ხო მე არ გაუფრთხილებლად ავთავ დიქტაფონს მაგრამ ჩავრთე ეს დიქტაფონი მარანც ვეძახთით მაშინ და შვილს ელაპარაკება და იმან ეთქობა იქიდან კითხა როგორ ახარ როგორ მამაო და არაფერი შვილო როგორ უნდა ვიყო ერთი სიცხე მაწუხებს სიცხე და კიდე თქვენ მენატრებით აი ეს მახსოვს რა სიცხე იყო 55 გრადუსი ნუ მართლა აი გაგხრედდა ესეთი და ამ სიტყვებით დაამთავრე ეს რეპორტაჟი მახსოვს. შორის უკვე იყო შესაძლებლობა ამერიკელების დახმარებით, რომ ხშირად მოეკითხათ შვილები და ამას ყველა აკეთებდა პირველ რიგში კი. ვიდეოები ვინახავს ძალიან ბევრი დევს სოციალურ ქსელებში ომიდან ან მისიიდან დაბრუნებული ჯარისკაცები რომ მოულოდნელად თავზე დაადგებიან შვილებს. სულტირი ხოლმე ვიდეოები. ტირვა რომელია? ხوارხوارაცემლი მომდის ხოლმე სულ. ძალიან ემოციურია და წეღან შემხვდა თვითფრინავში ზის კაცი და უკნიდან ფეხს ადებს გზაური. შეწუხდა ერთხელ დაუძახა ორჯერ, სამჯერ და ის მაინც აი ძალიან უხეშად ადებს ფეხს და ამოუვიდა და მოიხსნა კამარი და მიტრიალდა რომ უნდა ეჭხუბოს და თავის მისიიდან დაბრუნებული შვილი იჯდა. ძალიან ემოციური იყო. საერთოდ მე ვფიქრობ ისედაც თუ დიდი ხანი არ გინახია შვილი და მე უეცად ესე სიურპრიზ გავუკეთებ და ჩახვალ აი ხლა მე მაგალითად ლიზი ჩემი უმცროსი გოგო ისე მოხდა რომ ჩეხეთის მოქალაქეა და საქართველოსი და ერთი წელია რომ ჩამოვიდა აქ აკრა ფეხი ჩამოვიდა და აქ მუშაობს ნახევარ განაკვეთზე GPI Holdings-ში და თან სამოყვარულო თეატრის სპექტაკლში მონაწილეობდა და ეხლა ხან ქონდა პრემიერა თეატრალური ფესტივალი ნიღაბის იმაში და გაუკეთეს სიურპრიზი და ჩამოანთლათ არ გამომივიდა სიურპრიზი. ხო ისეთი ვეღარ ვაკეთებ სიურპრიზებს და იქ ვიღაცამ გაიგო, აქ ვიღაცამ გაიგო, მაგრამ მაინც სიურპრიზი იყო და მახსოვს, როცა გადავეხვიე, როგორი მნიშვნელოვანი იყო რა პრემიერის დროს მე მის გვერდით ყოფილიყავი. სხვათა შორის მაგ ნიღაბის ფარგლებში კინომსახიობთა თეატრმა თუმანიშვილმა დადგა მარო. ქორეოგრაფიული სპექტაკლია, რამდენიმე დღის წინ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ზოგადად ქორეოგრაფიული სპექტაკლები დიდად არ მხიბლავს. ეს ჩემი პრობლემაა, დარწმუნებული ვარ, ვიღაცას უყვარს და ართლა ძალიან მაგარია. იასუხიტაშვილი ხო არ არის მან? ია არ არის. ია არ არის გიორგი ყიფშიძე მახსოვს და დანარჩენი მსახიობი სამწუხაროდ მაგრამ მინდა ვთქვა ეს იყო არაჩვეულო ქორეოგრაფიულად გადმოცემულია ის პერიოდი როდესაც მარო მაყაშვილი დაჭრეს გარდაიცვალა იქ იუნკერებს როულით საოცარი იყო დაახლოებით 1 საათამდე გრძელდება მოკლე სპექტაკლია მაგრამ მონუსხული ვიჯექი და უყურებდი და აქვე ერთსაც ვიყო ბატონო კობა
პატარა იყო ჩემი უფროსი ქალიშვილი, აქ მყავდა ოკუპაციის მუზეუმში და აი გვერდით ოთახში არის მაროს სტენდი ასე ვთქვათ და უყურე და მთელი ეს სივრცე უხმოდ შემოვიარეთ. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და ერთადერთი ამ სტენდთან გაჩერდა და ასეთი ლამაზი გოგო რატომ მოკლეს? ნუ აუხსენი რა სიტუაციაც იყო შეძლებ ის დაგვარად, მაგრამ ხო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაია რადო ეს და ყველა შვილებიც უნდა მოვიყვანოთ და მე შვილებიც საერთოდ მუზეუმებში უნდა ვატაროთ, იმიტომ რომ იქ პათეტიკის გარეშე მართლა შენახულია ქართული სული ის ისტორია, რომელზეც რაღაცა ნუ ამ ალბედობის გამო, საქართველოს ალბედითი ისტორიის გამო საერთოდ დიდი წყვეტა ეპოქებს შორის. და ამ მუზეუმებში რაღაცნაირად შეიძლება ეს მთლიანად წარმოიდგინო რა ეს ყველაფერი გაიასო. ნამდვილად. რა კაი კაცი ხარ და ზუსტად მასეთი კითხვის დასმა მინდოდა. და რატო? თუ საუბრობდით ხოლმე შვილებთან ჩვენ ისტორიაზე. და რატო ვკითხულობ ამას? ვაჟი ყავთ დავითი. პირველი შვილი სანდრო რომ მოვიყვანე, სადაც 10-12 წლის იყო დაახლოებით. და როვა ჩვენი ოკუპაციის მუზეუმი ის ღამე არ ეძინა სანდროს. ცოტა ზედმეტები მომივიდა რუსეთზე უარყოფით რაღაცების მოყოლით და ეხა თავს ვიკავებ პატარასთან. თუმცა ვცდილობ რომ ჩვენი ისტორია მოუყვე იცოდეს ასე თუ ისე. თუ გქონდათ ხოლმე საუბრები ამ თემაზე? ბოდიში ბატონკობა ერთს დავამატებ, ახლა ვიღაცამ შეიძლება ცუდად გაიგოს მიშოს ნათქვამი, რომ ზედმეტი მომივიდა რუსეთთან დაკავშირებითო. ანუ ზედმეტში გულისხმობს, რომ ძალიან ლანძღა. ხო და მე რუსულს აღარ ვისწავლე რუსულს. სრულად შეასრულა ყველაფერი, რაც რუსზე იწყებოდა, თორე რუსია და ოკუპანტია და საზიზღარია, ეგ ძალიან სწორად მიაწოდა მიშო. ვიცი, აი რა არის, ზოგადად რა თქმა უნდა, როცა ვთქვი, რომ თლათ კარგი мама ვერ ვიყავი, რაღაც მომენტში პირზე მქონდა ბოქლომი რა. აი ის რაც აი იმ პოდკასტებში მოვყევი, ნაწილობრივ იმიტომაც გავაკეთე ეს, რომ ეს ინფორმაცია რაც მქონდა და შემაშვილებმა არ იცოდნენ, არ მქონდა მოყოლილი ეს ყველაფერი და მე მითხეს რომ ავარეები გაგივლიაო მამაო და რატო არ თქვიო და მეც აი ძნელია იცი აი რას უყვები შვილს უნდა მოუყვე რაღაცა რაც კარგია შენ ეუბნები რომ სამოქალაქო ომია გადახვედი იქ თან შუაში რუსი ყავს ამ დროს ჩამოსულია არ დამავიწყდება ის პოსტი რო გავიარე აქედან ფოტოს რო გავცდით უკვე პოლიციამ უთხრა რომ იქით რუსების პოსტს უნდა მიმართოთო და ისინი გაგიშვებენ უკვე ეგენი ეს არის ბალტინის ხალხი რო შემოვიდა შევარდნაძემ რო მოიწვია რა და ნამძინარევი რო გამოვიდა ეხლა ის ჩემი ასაკის იყო მაშინ მე ვიქნებოდი 28 წლის ისიც ესე რა ახალგაზრდა ბიჭი და ეს ყარყარაშვილის ბრძანება მეოცი ქართულად და უთხრა რუსულად რომ ეს და ეს ვარ ხო მითხეს რომ უნდა გამოიაროთო და ხო სადღაც პოსტები ყავდა რა თავის განლაგებული ფარული თუ როგორი და გაიარეთო მაგრამ მე მომიტრიალდა და ესე იქედნურად მითხრა ირონიულად რა ნუ რუსულად სხვანაირად ჭრეს უხამსად ამ სირობების როდემდე უნდა გააგზავნოთ ესე. ამას ვერ მოუყვები შულს გინდა რომ რაღაცები ნათელი ამბები უთხრა და ხა სამოქალაქო ომია იქ ის არის სოხუმი დაეცა. რო თქვა რომ ეხლა კი აი ამბობ შენ რომ რუსი ცუდია. მაგრამ ეს რუსი რო ცუდი იყო და გვატყუებდა ვიცოდით მე მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმება ტექნიკა უნდა გაგვიყვანა სადღაც იმამდე რა ქვია ენგუნამდე და გადავიტანეთ ფოჩში და თან ზეიმობდით ქვემოთ რო ვიყავი იმაში რა ქვია ეროვნულ მუზეუმში ის არქივი ამოვიღე აი დიდი დროა გასული რომ გადავამოწო რამე არ შემეშალოს საქართველოს რესპუბლიკა ნუ სამთავრობო გაზეთია პირველ გვერდზე ტექნიკა ფოჩშია გაყვანილი ზეიმობ თან ამას და როცა ბიჭები ამბობდნენ მებრძოლები რომ რას ვაკეთებთ ესო დაგჭირდეს ვეღარ შემოვიყვანთ უკან ოპერატიულად და დაგჭირდა და ვეღარ შემოვიყვანეთ არტილერია იყო თავი ამას აი რომ მოუყვე და ვერ უყვებოდი ამას რა იმიტომ კბილზე ბოქნომი მქონდა დადებული ერთმა ორმა სამმა ჩემმა მეგობარმა იცოდა ეს ყველაფერი რაც ხდებოდა რა მაგრამ მე მაქვს საინტერესო ამბავი იყო გორის დროს გორის ხო გორი ახლოს არის 2008 წლის აგვისტოში მივდიოდი რა მასალები ჩავამქონდა განსაკუთრებით ბოლო დღეს რომ ინტერნეტი ჩაახშეს გადმოგზავნა რთული ხო და ერთ ჩამოსვლაზე შემოვედი სახში რა ხო და ავარდი სახში მოვიფერე ყველაფერი იქზია მე 4 მინუტს დაბომბვა ერთი თვით რაღაცა ჩამგავა ის ჩემ სუბუქად და
და თუ პატარაა, მე მგონი 14 წლის არის ამ დროს 13 წლის, ხო და? ისეთი იყო ყოველთვის. ხო და? აქ მე მეზობლები შემხვდები, აუ რაიო, რა გინდაო, დავხსნით ნერვიულობით, მოვკვდით ოკობაო რაღაც. რა გაქვს სანერვიულო მეუთხარე. არაფერი არ ხდება, აგერ დათო მიმყავს მეთქი, ეხლა მეთქი და საღამოს ჩამოვალთ მეთქი. გავეხუმრე იმათ და დათო გაიქცა დედამისთან და დედაო ის ჯინსი და ის გამომიტანეო მამას გორში მივყვებიო. აი მაშინ მახსოვს ლელას არასოდეს აივნიდან არ დაუძახია. და უცებ გავიგონე აი როგორ იცის ზარვით ყობა. ხმა ეხლა მომკლავს რატომ ამბობ ამას რო გაიგდეს, მაგრამ რაღაცა მამაშვილობის ამბავი. რა უთხარი დათო სად მიყავს რა? რა სად მიყავს? არ გახსოვდა ხო? ეხლა ისონს და შენთან ერთად გორში მოდის. აი ესეთი რაღაცეებია, მაგრამ ვერ ეთქვი რა, არ ვიცი მე შინაგანად არა ვარ ეს ადამიანი რაღაცეები მოუყვე და მაშინაც ამას უყვებოდი ხო, მე ხო არა ბევრს სხვა ვლაპარაკო, რაღაც ჩემი თავი. მე ჩემი თავი კი არ გამომყავდა, მე ვამბობდი ყვებოდი იმ ისტორიაზე, რაც ქვეყანას გადახდათ, რაც მე ნახე და რა ჯობდა რომ ალბათ არ გვენახა ესეთნაირად და კაი იქნებოდა რომ ჩვენ გვენახა ჩვენი ჯარების საზეიმო შესვლა ფსონდე მე შეიძლება საზღვრებამდე იქით რა როგორც იყო ალბათ ჩაფიქრებული თუ არ იყო არ ვიცი აღარ შევალ ამის განხილვაში მაგრამ ხედავდით უკუსლავს ხედავდით მსხვერპლს და ამაზე ახლა რო ილაპარაკო ძალიან ძიმია არ მინდა დავამძიმო გაიზდებიან უჩემოთაც ძალიან ჭკვიანები არიან ბევრს კითხულობენ ძალიან ბევრს კითხულობენ დათოს პოლიტიკა იზიდავს ყველაფრის საქმის კურსია ყველაფერს იმას ადევნებს თვალს და ბევრი რამე იციან ისედაც ხდებიან და მე ვფიქრობ ისინი უფრო ფხიზლად გაანალიზებენ რაღაცას იმიტომ რომ ჩვენმა ზედმეტმა და ჩემ შემთხვევაში ჩემი სამრეკლოდან დანახულმა რაღაცამ შესაძლებელია მათ ობიექტური განშის და მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარზე მოქმედოს და მე მინდა რომ მათ თვითონ დაინახონ. მე კი არ ვეთქვი მათ არასოდეს რომ წადი და ნახე ჩემი მუზეუმი, შენ უნდა გაგიჩნდეს სურვილ რა მოხვიდე. მე გეტყვი შენ რომ არსებობს ეს მუზეუმი. მე გადავიღებ სურათებს და გაჩვენებ შენ სხვას, მაგრამ მოხვიდე დადგე აქ და შენ განიცადო ისეთივე განცდით როგორც ახლა ჩვენ განვისდით როცა ამას უყურებთ. ეს შენი მოვალეობა, ეს შენ უნდა გააკეთო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ისინი ვინც ჩვენ შვილებს გაუძღვებით. კარებს გავუყებთ ამ მუზეუმისკენ და დანარჩენი თვითონ უნდა ნახო. ცხოვრებაც ესეა. არც ერთისთვის არ მომეხვევია თავზე არა როცა ნანო წავიდა ამერიკაში და გადაწყვიტა მივდივარ ძნელი იყო ისედაც მოწყვეტილი ვარ სამშობლოს ახლა მოწყდება კიდე ჩეხეთიდან ის იქ წავიდა ისწავლა ახლა ბოსტონში ცხოვრობს ბედი თავის ბედიც იპოვა ნეპალელი სიძე მყავს არაჩვეულებრივი ბიჭია ხო და აგერ ნუცოსმა კიდე კი გითხარით დაკრაფეხი და საერთოდ საქართველოში ჩამოვიდა სხვები ევროპაში მიდიან იმათ თქვა არა მე მინდა ნახო საქართველო და ეს გამიხარდა მე მინდა გავიცნო საქართველო. იმიტომ რომ 7 წლის იყო რომ წამოვიდა. რაღაცეები ახსოვს, იქ სამშობი არ ახსოვს, თბილისის ზღვაზე რომ ამყავდა, რა თქმა უნდა, ბებიები ახსოვს. ბიძა ახსოვს თავისი ბიძაში. მაგრამ მინდა რომ საქართველო გავიცნო და ჩამოვიდა. რა ხალხი ვიპოვე ახლა რა ხალხი დახოცეს. მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, პეტრე ოცხელი, ტიციან კაბილი, სანდრო ახმეტელი. თავში არის კათოლიკოს პატრიარქი კირიონი ჩემოვატო. კითხვის დასაგებია და უკაცრავად. ამბროსიხელაია არ წერია, მაგრამ ამ რეჟიმს შეეწირა. და რამდენი ასეთია კიდე და წარმოიდგინეთ ბატონებობა ახლა აქ ვიღაც მაგალითად ვარლამ კაპანაძე არაჩვეულებრივი ადამიანი იქნებოდა ალბათ, მაგრამ პირადად მე არაფერს მეუბნება ესახელი და გვარი. რო დაცლოდა რამდენი ვიღაც აქ ჩამოთვლილი, რამდენ კარგ ქართულ საქმეს გააკეთა. არ მინდა შემეშალოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ დროის რეპრესიებში და შემდგომში კიდე უფრო მეტი ადამიანია. კი, ბოლოში 3 წერტილით თავდება და ალბათ მაგას გულისხმობს. უამრავი, მერეც ხო რამდენი წმენდა იყო ბერიას დროს. რამდენი. დიდი მსხვერპლია ჩვენ ქვეყანასგან. აი, მარო მაყაშვილიც ვიპოვოს. ხო, იცი რა, ერთი მხრივ თქვენი პოდკასტის ეს ეპიზოდი აქ ამ სივრცეში ძალიან დიდი მიგნებაა, მაგრამ მეორე მხრივ რეალურად ჩვენ რაღაცნაირად თან გვსგუდავს კიდევაც, იმიტომ რაღაც ლაპარაკობთ მამაშვილობას, თვალე იქით გაგვირბის რეალურად. და ვფიქრობთ, აი ის როგორი მამა იქნებოდა, ის როგორი შვილი იქნებოდა,
რაც შემთხვევაში ხარ რომ დაცდოდა როგორი იქნებოდა ალბათ არა ჩვენზე მაგრები იყვნენ ყველაფერში ჩვენზე მაგრები იქნებოდნენ როგორც მამების და როგორც შვილების და სხვათა შორის ჩემი ცოლის მოგვარიც აღმოაჩენე აგერ სოლომონ ჟორჟოლიანი ჩემი მეუღლე არის ჟორჟოლიანი რამდენად შეიძლება ამ სიტყვაზე გულისწყეტა თქვა მაგრამ გული მწყდება რომ გოგოლაძე ვერ ვნახევ ერთ-ერთი ეგ ვეღარ თქვი ხმამაღლა ხო აი რამდენად შეიძლება ამაზე გულისწყეტა ითქვას რამდენად სწორი სიტყვა მაგრამ ვერ ვნახე და არა ის ხალხია და ვინც რა ესენი რო არ ყოფილიყო მართლა ვერ ვხვდებოდით ალბათ რა მაყურებელი ვერ ხედავს მაგრამ ჩემს წინ დგას არ ვიცი ამ იარაღს რა ქვია რითაც მაქსიმის კალიბრის ის ხატვი ამქვევია ხო ამქვევი ხო მაქსიმ კასრო ეძახდნენ ეგ არის ჩაპაევი რო იჯდა ხოლმე იმ ფილმიდან ხო რითაც მოხდა აი ამ ვაგონში ხალხის დახვრეტა და დაცხრილვა და რაღაცნაირად იმდენად უსიამოვნო განცდა მოდის აქედან რომ ამ რაღაცა დანადგარმა თუ ადამიანის ხელით შექმნილმა საშინელებამ შენი თანამემამულეები დახოცა ბატონო კობაი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ აგვისტოს ომი ახსენეთ და აგვისტოს ომის დროს თუ ფიქრობდით, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდით, იმიტომ რომ ისტორიას უნდა დარჩეს ის ფაქტები და ის კადრები და ის ამბები, რასაც ჟურნალისტი წერს და ჟურნალისტი რეპორტაჟით აკეთებს. ამ დროს თუ ფიქრობდით, რომ შეიძლება მომხდარიყო ისე, ტერი მოსულიყო თბილისში და თქვენი შვილები ოკუპირებულ ქვეყანაში, თქვენ შვილებს ოკუპირებულ ქვეყანაში გაეღვიძეთ. იცი რა, ესეც გავბედე და ბოლოს თქვი რა, ეხლა ეს პოდკასტების თუ მე უფრო მგონია რომ ეს მონოლოგია, მაშინ თქვი, ესეთი ამბავი იყო, როდესაც რუსების საოკუპაციო ჯარების კოლონა გორიდან გამოვიდა. შენ უნდა გახსოვდეს, ლადო, ჩვენ მაშინ ესეთი ინფორმაცია გქონდა, რომ ჰადა დღე-დღეზე რუსები გორიდან უნდა გასულიყვნენ. და იქ ვარ შეკრებილები და ამ დროს ხედავთ, რომ ეს კოლონა დაიძრა. არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა. და ცხონებული ჯუღელი იყო მაშინ პოლიციის უფროსი ეს მოყვებოდა ჯუღელს ჰქონდა შესვლის გამოსვლა ბორისოს ხდებოდა იქ შედიოდა და მივაწყეთ ახლა ვოვა ერქვა ჯუღელს არ მინდა შემეშალოს გაანათლოს კმეთქვა და არაფერი არ ვიცი და მოვდივართ ესე და ამ დროს დათო კაკაბაძემ დარეკა დირექტორი იყო ქართული სამსახურის რო რა ხდებაო და მეუთხარი საოცარი სურათია მეთქე ეს გამოვიდა კოლონა და მოდის მეთქი და გზა იქით თბილისისკენ მოიწყე ჩვენ ხო არ ვიცით რომ იქით გადაუხვევენ და ახალგორში წავლენ და ისე როგორც რაღაც სამხედროს ცოტა მწოდნე ხვდები რომ ეს კოლონა არ არის საკმარისი იმისთვის რომ თბილისი თუნდაც ახლა პანიკაში ჩავარდნილი დედაქალაქი დაიკავოს მაგრამ მიმართულება ესაა და დათო მითხრა კაიო მაშინ იყავი ხაზი და დაგირეკავრო და დამერეკა პრაღიდან თვითონ იყო როგორც მახსოვს რეგიონული სამსახურის დირექტორი იყო და მგონი ვაშინგტონიდან იყო 1-2 კონგრესმენი და ჩვენი თავი სამეთვალყური სამჯოს ხელმძღვანელობა და მოკლედ მოყევი რა ხდებაო და ის დაემთხვა იმ მომენტს, როდესაც აი იგოეთთან ლამისყანასთან რომ ქართული ხო, სრულად ის მაქვს გადაღებული ქართული პოლიციის ორმა მანქანამ რო გზა გადაუკეტა და რომ მიაწვა ესე. და ეს აღწერე ეს მომენტი და მე დათო მკითხა, კობაო რა ხდებაო და რას ფიქრობო და დათო მე არ ვიცი რა ხდება და რას აპირებენ რუსები, მაგრამ თუ ესენი მართლა წავიდნენ მეთქი და შევიდნენ თბილისისკენ მეთქი, მე მათ მეთქი მიკროფონით აღარ დავხვდები მეთქი. იმიტომ რომ უკვე ვიცოდი რომ გია ყარყარაშვილი და რამდენიმე ვეტერანი გორში ფიქრობდნენ რაღაც პარტიზანული მოძრაობის დაწყებას და იქ იყვნენ მაშინ, როდესაც ჯარებიც გავიდნენ და მე მიხვდნენ რომ გორის დაკავება შეუძლებელი იქნებოდა და ვიცოდი რომ ეს ბიჭები აიღებდნენ იარაღს და მე როგორც გია ჩემ მეგობრად და თანამებრძოლად ძალიან დიდ პატივს ემას და სხვები იყვნენ კობა კობალაძე, გენერალი ვოვა იმნაძე, სხვები ბიჭები, ძველი ნაუმრები აფხაზეთში. და სხვათა აქვე ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილის შეცდომა იყო ის, რომ რეზერვისტები გამოიძახე იქ და ჩამოიყვანე გორში ბიჭები, რომლებმაც არ იციან პირტიტველა ბიჭები, აგერ არიან ხალხი, რომლებიც იქ იყვნენ და მზად იყვნენ იარაღი აიღო სხვათა შორის. ვიცი როგორ დაწერეს ეს განცხადება პრეზიდენტის სახელზე, მე ვღებულობდი ამაში ეს არ მithქვა სარსად. მე მიკარნახეს და მე დავწერე ეს. და გაუგზავნეს პრეზიდენტს. მივიდა თუ არა პრეზიდენტამდე არ ვიცი, მაგრამ მისმა ბიძამ რო ეს წერილი ნახა და თუ მისმენს ბატონი თემური გორის სამხედრო ჰოსპიტალში დამეთანხმება და რომ ეტყუილსა ვამბობ ეს მას მივეცი. და მე ნამდვილად ვიყავი იმ ჭკუაზე უკვე აჭრილი ვიყავი ძალიან
რომ ნახდათ არ მომიკიდია არც აფხაზეთში ომის იარაღისთვის ხელი. სატაბელო იარაღიც ამ მქონია. სიმართლეს გეტყვით. მაგრამ იქ უკვე იმ ჭკუაზე ვიყავი, რომ როგორ შემოდის ქალაქში, სადაც შენი შვილებია, სად უნდა წახვიდე? გასაქცევი აღარ არის, ხო? დედაქალაქში თუ მოდიან, რა უნდა ქნია? მაგ ჭკუაზე ვიყავი. ამას გულწრფელად ვამბობ, ხა არ მინდა რომ ვინმე ტრაბახში ჩამომართვას, ხა დიდი ალბათობით ალბათ საზარბაზნე ხორცი ვიქნებოდი, იმიტომ რომ მაშინ უკვე თვალს მაკლდა და ვერაფერს დიდს ვერ გავაკეთებდი, მაგრამ აღარ მახსოვს ქართულ პოეტს აქ ერთს კარგად ნათქვამი. მხოლოდ იმიტომ მოკვდები მშვიდად, რომ შენ მოგაკლო სიკვდილი ერთი ვიღაცის მოსახვერ ტყვიას ხომ მაინც მოგეხვედრები. ხო, ის არის მაგუმანი ზაურბოლ ხაცია, შეიძლება მეშლება. აი ეს რო გავრცელდა უცბად ინფორმაცია რომ შემოდიან თბილისშიო, მაშინ არ ვიყავი დიდი ასაკის, მაგრამ მაინც მწვენია ხოლმე ჩემი თავის დაუპანიკდი. მეგობრებთან ერთად ვიყავი და ავვარდი სახში რომ გავიქცეთ მეთქი და მოხუცი ბებია მყავდა და კიო ბებია უნდა წახვიდეთ თქვენო მე ვერ წამოვალ დავრჩებიო. აი როგორ შემწვა იცი, ხმა აღარ მომიღია წასვლაზე დავჯექი მეც და როგორც ყველა დანარჩენი ველოდებოდი რომ მოვიდოდნენ, მაგრამ ნუ არ მოვიდნენ საბედნიეროდ. ამას რომ ამბობ ფაქტს ცოტა უნდა დავძინოთ ას ვინმე არ მინდა გული ვატკინოთ ამ შემთხვევაში როდესაც გორიდან გავიდა გორის მოსახლეობა ეს მათ არ ეხებათ გორს ვერ შეინარჩუნებდა ვერავინ თუ ჯარი გავიდოდა იქიდან გამორიცხული იყო და იქიდან გორიდან კიდე ბევრი ადამიანი დარჩა სხვათა შორის და ბოლომდე იყო და სახლები არ დაუტოვებიათ და სოფლებშიც ხალხი ეგრე არ იყო და ნაწილები სხვათა შორის მე ვიცი გვარს არ შევეგებულად არ დავასახელებ რომელიც თვენახევარი დაახლოებით 800 კაცით იმყოფებოდა ზნაურის მისადგომებთან და ოპერირებდნენ და გადიოდნენ და დავალეს ხო სამხედრო ნაწილი მაგრამ უკვე პარტიზანული ამბავში იყო რა და ეს განცნობილი ადამიანია პარადოქსია რომ მაგრამ ფაქტია რომ მე ის სხვა რამისთვის გაასამართლეს და ეს არ მიიღებს ხედრულობაში. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. რამდენად რთულია, როცა შვილი არის თქვენგან შორს, ახლა მარტში პირველად უნდა გავუშვა ჩემი შვილი გასტროლებიავს იმაში საბერძნეთში. უკვე ნერვიულო. ამდენი ხანია შვილები შორს არიან თქვენგან. აი რა ხდება მაგ დროს მამის გულში? კი დაოჯახებულები არიან და ის მაგრამ მაინც. მიშო ჩვენ ხო ყველაფერს შევიდათ. ან კიდე არსებობს ეს საოცარი ფენომენალური ეპოქალური კომუნიკაციის შესაძლებლობა ინტერნეტი ჩართავ და შენ შვილს აგერ უყურებ ერთს, მერე თუ გაკეთებული გვაქვს ერთიან ჩატს რო ვეძახეთ, მეორე ეგერ შემოდის. ერთადერთია რომ ვერ ჩაიკრავ გულში და ვერ მოეფერები, მაგრამ ეს ის არჩევანია, რაც ჩვენ გავაკეთეთ მაშინ, როდესაც მივიღე შემოთავაზება რადიოში წავსულიყავ, უკვე ხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრება ესე აეწყობოდა რა. იდეალურ შემთხვევაში შეიძლება ერთად ყოფილიყავით პრაღაში, მაგრამ იმის გამო რომ ბავშვებმა მიიღეს კარგი ინგლისური განათლება რადიო თავისუფლების წყალობით და დაამთავრეს კარგი კოლეჯები და მე პირველადი საშუალო სკოლებსაც ჩვენ ვეძახით ჩვენ და მე კოლეჯები. ვიცოდი რომ გარდაუვალად მელოდებოდა ეს ბედი და ეს მივიღე, იმიტომ რომ როცა შვილი გეუბნება, რომ მე წარმომიდგენია რომ იქ ბედნიერი ვიქნები. მე არა ვარ ის მამა რომ უთხრა რომ არა ეგრე არ უნდა იყოს შენ აგიდე ხა შენ ამერიკაში, არა წადი აგერ იმაში გერმანიაში უფრო ახლოს ხარ რომ მე იმიტომ რომ უფრო ახლოს წავიდა ჩააბარა ნანომ თან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. 100%-იანი დაფინანსება სეინტ ჯონსის კოლეჯი. ანაპოლიში მე დაამთავრა ბოსტონში უნივერსიტეტი 13 მაისს აიღო ბაკალავრის დიპლომი. დიახ, კი. კარგად გახსოვს ხო. ამიტომ არ ჩავრეულ ვარ არც ერთის იმაში, არც დავითისთვის ახლა რომელმაც დაამთავრა ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტი, არის საერთაშორისო საქმის სპეციალისტი, მაგრამ ვერ იშოვა სამუშაოს.აშოეს უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და არ მინდა ახლა იმათ ნამუსზე იყოს, ვინც რო ჩამოდის ტენს უბურღავს ქართველებს, რომ ოღონდ ჩამოდი შენ და შენაერები გჭირდება და რო ჩამოვა მე დაიკარგებიან. მე ხა თავის საქმეს აკეთებს აქ. ერთ-ერთი მოწილია ქართული რესტორნის, პატარა კოხტა რესტორნის, თან მენეჯერიც არის და თავის საქმესაც აკეთებს და მე ქართულ საქმესაც აკეთებს, ვინც შედის ახლა იმ რესტორანში, ქართული ის არის, სულია და ქართული სამზარეულოა და ყველაფერი ეს და გავა დრო და შეიძლება დაუბრუნდეს თავის ამ
დიპლომით მიღებულ ცოდნა გამოცდილებას არ არის არაფერი გამორიცხული. აი ხა მაგათაც წეღან თქვენ ბრძანეთ რომ ლიზი ჩამოვიდა საქართველოში. ანუ შვილებს არ უნდა დავაძალოთ რომ აუცილებლად საქართველოში ცხოვრობ და ქართველი ქვია აუცილებლად საქართველოში ცხოვრობ. მიიღოს განათლება და თვითონ გადაწყვიტოს. ჩემი გადაწყვეტილება მივიღე მე და ვცხოვრობ საქართველოში. თორემ მამაჩემ ცხოვრობ თბილისში. მამაჩემის სურვილი და დედაჩემის სურვილი არის ვიცხოვრო სურამში მათ გვერდით, მაგრამ ნუ შეელიან და წამოვედი თბილისში. ეგ ხო ეგოიზმია. რა თქმა უნდა. მშობლის ეგოიზმია რა და მე არა ვარ ეგ. ხო, ალბათ არასწორი იქნება შვილის მომავლისათვის. არა, მეც ეგრე მგონია, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება მშობელმა მიიღოს აქტიური მონაწილეობა ამაში თუ ხედავს რომ ამან შეიძლება მისი შვილის მომავალზე ცუდად იმოქმედოს, მაგრამ რა იყო აქ, რომელი იყო ახლა რაც მე ჩამოთვალე იქიდან ცუდი არც ერთი. შეიძლება მონაწილეობის მიღებას უფრო ცუდად ემოქმედოს. ხო, არც ბედის არჩევაში ახლა რომ გავიგე რომ ნეპალელი შეყვარებული იყოს და მით უმეტეს ეს ბიჭი რომ ნახენო არ ვიცი რა იმიტომ რომ ჩემი სიძია მე ვფიქრობ უნაკლო ადამიანია. თუ იმას ვიფიქრები რომ იყოს ჩემი შვილის და ყოფილიყო ჩემი შვილის მეუღლე ეს ადამიანია. დახკანკალებს კიდე ეხლა როცა შვილი შეეძინათ და რაღაცა და მალე ექიმი გახდება და არაჩვეულებრივი სტუდენტია, იქაც იმანაც 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. კარგი ოჯახი ყავს ნეპალში და ამიტომ არ ჩავრეულ. ასკა ნეპალელს რა უნდა ეხლა ვიღაცამ თქვა ჩემმა ახლობელმა და მეთქა კიდე ერთხელ იტყვი და ვეღარ მოხდა. თუ ჩაიხედეთ აი ნეპალელების რაღაც ტრადიციებში ოჯახურ ტრადიციებში, მამაშვილობაში მათ შორის ბუნებრივია. არის რამე სხვაობა, მსგავსება თუ მიიქცევთ? ნიშო არა თუ ჩავიხედე. 4 დღიანი ქორწილი იყო ნეპალში. შარშან ამ დროს, იმიტომ რომ ჩემი სიძე არის დედის ერთა ჰიმანში. ხო და იმან თქვა ახლა ჩემმა ძახლებში შამდი ქვია, შამდი ნეპალურად, ხო და სოციალიზმის სამხედროა ისიც. ბაში ბევრი საერთო ინტერესი გექნებოდათ. ხო და 4 საერთაშორისო მისიაშია ნამყოფი. თადარიგის პოლკოვნიკი, აი კაცი, ჩემი ასაკის არის. ხო და 4 დღიანი ქორწილი იყო, ესე იგი, დამოულში, სადაც მშობლების სახლია. კატმანდუში, თვითონ დედაქალაქში, უკვე ისეთი ევროპული, მაგრამ ისეთი, მაგრამ ხო და ტრადიციულიც ესე იგი საყვირებით და იმეებით და საოცარი მამაშვილობა. ისინი ჩვენზე ისეთები არიან, ჩემზე უფრო კონსერვატორი მშობლები არიან, ვიტყვი ცოტა. მე უფრო ლიბერალი ვარ რა ამ თვალსა ესეთ, იმიტომ რომ მაგათაც დიდენ მე როგორც ვიცი, მიუხედავად რომ შეძლებული ოჯახია, თქვათ ბაბუა მინისტრი ყავდა და ეს კასტული საზოგადოებაა და ესენი ერთ-ერთ უმაღლეს კასტას განეკუთვნებიან რა. ხო და არა, გაუშვა რომ შვილს ინტერნეტში ესწავლა. ხო, ინტერნეტში ისწავლა. მე რა თქმა უნდა პრესტიჟული სკოლა დაამთავრა, მაგრამ მანამდე რომ ეს ხოთშოს ეთყობა ჩემს სიძეს ფიზიკურათაც და მორალურათაც ძალიან ძლიერი დაამტანი ადამიანია რა. ხო, ასე რომ ძალიან კარგი ხალხია, თბილი ხალხია, მოსიყვარულე ხალხია, მებრძოლი ხალხია. ესენი არიან ხურკების შთამომავლები, რომლებმაც აი ამ თავიანთი ვაჟკაცობით და იმით მოახერხეს ის, რომ ოკუპირებული როგორც ესეთი მიუხედავად იმისა, რომ ორ იმპერიას შორის იყვნენ ესე სენდვიჩივით, აქეთ ჩინეთი და ინდოეთი, არ იყვნენ. ეს არ იყო კოლონიური სახელმწიფო დამოკიდებულებაში. ხოდა სიმთავრე ხა ინდუისტური რელიგიის უმთავრესი ტაძრები ამ ტერიტორიაზეა შემორჩენილი და მოდიან მომლოცველები. ინდოეთთან ძალიან თვითყოფადი ხალხია და გამოჩნდა ახლა აი ამ მაგათი რევოლუციის დროსაც რომ რა უცებ კინაღამ მთელი ის წახოცეს აი მაგრამ უცებად ჩაცხნენ კიდე უცებ გადავიდნენ და იმედია რომ წავლენ ნორმალური განვითარების გზით იმიტომ რომ უწყინვალეს ქვეყანას ულამაზეს ქვეყანას აკლია რაღაცეები ნუ ღატაკია მაინც ჯერ კიდე რაღაც ისეთი რაღაცეები ელემენტარული რამეები შეიღება რა თქვა და აიღოთ კანალიზაცია, გზები, ელექტროგაყვანილობა, რაღაც აბლაბუდებია გაბული გაგიჟდება. და მაგრამ უცებ გაიხედავ და ხედავ მაცაპუცრის მთას იქ რაღაც სარანკოც ახლა იქიდან კატმანდუდან არ ჩანს თუ წაყვალიქითკენ ევერესტს დაინახავ და 10 უმაღლესი 8000-იანი მწვერვალის ქვეყანაა. დიდი პოტენციალის ქვეყანა რომელსაც ვერ იყენებენ ბოლომდე. და საერთოდ რომ ამცოდნოდა არ ყოფილიყავი ნამყოფი ნეპალში
მარტო შემეძლო ჩემი სიძის მიხედვით მე მსჯელა რომ ეს არის ძალიან მაგარი ხალხი. აუ ქორწილის ამბები მაინტერესებს. იქაც იციან ბევრი სტუმარი თამადა თუ იციან არ ვიცი თუ შედან პირველი ქორწილის პირველი ისეთ რიტუალური დღე გაწმენდა ხდება იქ წეს გადაავლებენ მე სურათებით თუ გინდა გამოგიგზავნეთ იმანშურს და უნდა მოუხატონ პატარძალს და პატარძლის სტუმრებს სპეციალურად ლამაზად თითები და მთელი რიტუალია ეს იყო სახლის ეზოში მე მეორე დღეს იყო პატარა საქორწინო დარბაზია იქ უკვე იმათი რელიგიური მომენტი იყო, იქაური მამაო იყო მოსული და რაღაცა იმას აკტარებდა და ამ მეორე ქორწილის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი ვიყავი მე. როგორც ძლის мама და მეხურა წითელი ქუდი და ამასაც განახებთ, რა იყო ამას რა შედიოდა, მაყარი რომ მოდის, რომელმაც სიძე მოიყვანა. აქ და იქ ნანო ელოდებოდა. მოდით ფადნოსებზე ხილი აქვთ, ისმის ეს საყვირების ხმა აი თვითონ სპილო მოდისო და სპილოს განასახიერებდა ჰიმანშუს ბიძა და შემჯდარი იყო ამ სპილოზე ჰიმანშუს ძალიან სასაცილო და საინტერესო სანახა. რა თქმა უნდა ნერვონულ ტანსაცმელში ვარ სულ ყველა. ფული უნდა აჩუქო ყველას კონვერტში ჩადებული და რუპიებია რაც $1 ან $2 ეკვივალენტური და ეს ნამასტე უნდა უთხრა სულ ყველა. აი ესეთი რიტუალი იყო. მესამე დღეს მე მეგონა რომ ნახევარი დამოული პატარა ქალაქი ალბათ ცხოვრობს და ახლოთ 30000 კაცი ნახევარი დამოული დაპატიჟებული ყავდა ჩემს მძახლებს რა. ხო და ჩვენ ვდგევართ სცენაზე და მოდის ეს ხალხი ასე ჩაცმულიც, ისე ჩაცმულით ეთყო, ჩემი მძახლები არ არჩევდნენ მათ, ვინ უფრო წინასწარ მითხეს ვაკ ნახავ ადამიანს, მოვა ჩუსტებით შეიძლება მოვიდესო, მაგრამ ეს ჩვენი ტრადიციაა და არაფერი მოდიოდნენ და ჩვენ როგორც ჩანს დავაგვიანეთ და რო დავაგვიანეთ იმის შემდეგ 5 საათი გაგრძელდა ეს ცერემონია და მე დიდი პურმარი იყო დალაფურში 5 საათი გაგრძელდა მოლოცა რომ მოდიოდნენ მოლოცა მოდიან და სხვადასხვა ფერად ლენტებს კიდებენ ზოგი რაღაცას ჩუქნის გესმის შენს რაღაცას იმაშები საჩუქრებს ჩუქნიან სიძეს და პატარძალს განსაკუთრებით და თქმა უნდა ჩვენ შევხვდა რაღაც სურები გვაჩუქეს რაღაცა მოკლედ რაღაც დიდრული არაფერი დიდრული თუმცა პატარძლის აღკაზმულობაში და ამ საპატარძო კაბებში იყო ძალიან ბევრი ოქრო და ნანოს უთხარი საქართველოში არ ჩამოვიტანოთ ხილ. ვეხმარა თქო. ძალიან კარგი, მაგრამ ეს მესამე ქორწილის ის ხო ძალიან დამღლები, ძალიან ბევრი ხალხი იყო და მართლა მამ ვაშკაცურად და კაცურად სვამდნენ და ზოგი ძალიან მაგრად დათვრა კიდევ. დასალე უყვართ. ვისკი, ღვინო, სვამენ, მაგრამ ისა რა ქვია, მალეთრებიან. ჩვენგან განსხვავებით. იმედია იმათაც არ იციან ჩვენგან განსხვავებით ჩხუბი ქორწილში. არა, ძალიან მშვიდობის მოყარე ხალხი. ძალიან მშვიდობის მოყარე ხალხი და მეოთხე დღეს რადგან ნანოს ბევრი მეგობარი ჩამოვიდა ევროპიდან, საქართველოსდან, ვალდორფის სკოლა დაამთავრა და იქიდანაც იყვნენ მისი მეგობრები, ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ვენაცვალე მაგათ ნანოს ნაცვლიები ოჯახებით ჩემი მეგობრები ჩემი ყობალაძეები, მთელი ოჯახი 6 კაცი ჩამოვიდა ულამაზესები. ჩვენთვის კიდე ცალკე იყო ევროპულად და ისე. ხო და ლელას უთხარი კაცო ეს რაღაცში ვარ ხა საპასუხო ქორწილი თუ დამეკისრა მე უთხარი ეს უმშევარი კაცი ვარ თან წამოსული ვარ რადიოდან რა უნდა გააკეთო და გადამარჩინა შვილიშვილი რო დაიბადა. ეხლა იოლად გამოვალ ძეობით ბოლო-ბოლო. ბატონო გობა, ერთი ასეთი რაღაცა გეწერათ. ლიზიკო 22 წელი უკვე სერიოზული ამბავია. აბა შენიცი და შენმა ქალობა. გლოცავ მიყვარხარ და მუდამ მეიმედები მამონ. როგორ მომართავენ შვილები? აი ლიზი დავიწყო. ლიზი მომართავს მამჩი. არა, ლიზი მამონს მეძახის, მამონს, არა, ლიზი მეძახის, ხო, ლიზი მამონს, ნანო მამჩს. დათო მამა. ეს ორი ეს მამონი ანუ სამი სხვადასხვა საკუთრება ეს მამჩი გორა ხარ დედჩი იმას ესე ყავს ნანოს ნანო ლიზი ესე ხო მაგრამ ყობა ჩემთვის არც ერთს არ დაუძახი არ იმიტომ რომ დამიძახონ არაფერია მაგათ მაიციან რომ იქ მამა შენ შეგიძლია რაღაცნაირად ისაქნა მაგრამ მამა უნდა იყოს შეგენ და დედა უნდა იყოს ჩვენ ხო სხვა ამ სახელს არავინ არ გვიძახის მათ გარდა ამიტომ ეს ამაში არა ვარ მაინდა-მაინც ლიბერალი, კონსერვატორი ვარ ამაში. ეხლა ხო იცი რა უნდა ვიწუწუნო. გაზეთ ალიას რედაქტორი ვიყავი დიდხანს ბატონოკობა და შვილი რო გამიჩნდა სამსახურს მომთავრდი ღამის 3 საათზე მივდიოდი ეძინა რო ვდგებოდი. ეზოში იყვან, მოკლედ შვილთან ურთიერთობა არ ქონდა, სანამ 4 წლის არ გახდა. არ იცოდა მამა ვინ იყო.
შენ სამხედრო რეჟიმში ყოფილხარ რა, გაზეთში მუშაობა ვიცი რა არის. და ნუ სახელით მომართავდა უფროსი შვილი, იმიტომ რომ მამა არ იცოდა ყავდა თუ არა. და ეხლა უმცროსიც იმის შემხედვარე მიშოს მეძახის და სამწუხაროდ არც ერთ მამა არ დაუძახია და ძალიან უნანობთ ძალიან გული. ერთხელ უთხარი და მოჩა. ერთხელ კი არც ხაჯერ უთხარი, მაგრამ ეს ვის. მიშო. მოდი საჩუქრებით გავაგრძელოთ. ბატონო კობა, როგორც დასაწყისში ვთქვით, ჩვენი მეგობრები არიან ასეთი კომპანიები, სუთი ფაუერი, ეს არის ჩურჩხელა განსხვავებული შეფუთით და განსხვავებული ფორმით, პატარა კუბიკებია, ძაფი არა აქვს და უგემრიელესი. არის ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელა, ნობულებრივია, ბროწეულის და შოკოლადის გემოებით. ეს ჩვენგან დიდი მადლობა. ბროწეულის ჩურჩხელა რამდენი ამობს სვაიაკის მომდის ხო იცი? შენახვის და რამდენია ხო არის? დიდი ხანი. ხო ეხლა რატო გეკითხები, ხო იცი? ერთადერთი ბოდიში გეტყვით, დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ, უბრალოდ მე ბუნებრივი ფქვილივით იფარება, ბუნებრივი თავისი ნატურალური შაქარი, რომელიც ყურძნის წვენს აქვს და არ გეგონოთ რომ ნობია ან რაღაც, ეს არის ტრადიციული ნატურალური შაქარი, შეგიძლიათ ძალიან დიდხანს შეინახოთ. ლიზი, ერთი შენია. ამას კიდე პრაღაში ჩავიტან დათოსთა სალონეს ჩემს ზავს. ხო და ერთს კიდე მე ვიყიდი და ნამოსწავლე ამერიკაში. არა, ეგ შეიძლება. და შვილებს ეკუთვნის ყველა. კი ბატონო და კონექტი, შენი კავშირი გზასთან, ასეთი არაჩვეულებრივი სლოგანით, მთელ საქართველოშია ეს ბენზინგასამართი სადგური, რომელ ქალაქშიც არ უნდა მოხდეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, საწვავი, რომელიც ყველგან და ყოველთვის გატარებთ წვანეს. აი ეს საგადასახადო დეკლარაციაში ხო არ უნდა არ არის საჭირო. არ არის საჭირო. ძალიან დიდი მადლობა, მე ხელცარიელი ვარ მოსული. თქვენ ისეთი მომწოდნოდათ წინასწარ რომელიც რაღაც სიმბოლურ საჩუქარს გაგიგებთ. ისეთი ამბები მოგვიყევით და ისეთი საინტერესო საუბარი იყო, რომ მაგაზე დიდი საჩუქარი ჩვენთვის ალბათ არაფერი არ იქნებოდა და ჩვენი მაყურებლისთვის. პირიქით, რა თუ ჩვენ ვამთავრეთ მე. არა, მე მგონია ერთი-ორი კითხვის შემთთვის მე მინდა უბრალოდ ის თქვა, მართლა ჯერ ერთი მიხარია რომ გვერდზე დავდებ რომ მიხარია რომ თქვენ გადაცემაში მონაწილეობთ და მე ძალიან კარგი ფორმატი გაქვთ თქვენ. და ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან საქართველოში აი ნუ თავზე გადაგვდის პოლიტიკაზე ლაპარაკი და ადგილი არ რჩება ჩვენ შვილებზე საუბარზე და ჩვენ შვილებთან საუბრისთვის, იმიტომ რომ არავის აი გულწრფელად გეუბნები 3 დღის ჩამოსული ვარ, მანამდე ვიყავი უკრაინაში ერთი კვირით კიევში და აი რო ჩამოდიხარ ხო აი ძალიან ახლობელი თუ არ არის ადამიანი მე ველაპარაკები რა შვები შენი შვილები როგორ არიან ბავშვები როგორ არიან კარგად არიან კაცო როდის დამთავრდება ომი ის კი არა შენ კითხვა შენი შვილები როგორ არიან რა შვება ნანო რა შვება ის აინტერესებს მე თქვი მაგის მივალ მაგამდე ჯერ მე ვთხარ მოდი ჩვენ შვილებს მოვესიყვარულოთ და მადლობა თქვენ ორივეს რომ ესეთ არა რეიტინგულ თემას შეეხეთ მე ვიცი რომ ეხლა ვიღაცა ეთქოს არა კაცო მამა შვილობა ვის ძალია მაგისტრის თქვი აბა რისთვის უნდა გვეცალოს თუ შვილებზე სალაპარაკოთ და შვილებთან სალაპარაკოთ არ გწალია რა ვიცი მე მაგალითად ეს ყოველთვის მაყდა და ამიტომ თავში თქვი რომ მაყდა ამიტომ გონია რომ მე ვერ ვიყავ ისეთი მამა როგორიც უნდა იყოს და მშობელი და ის ვინც უფრო ჩართულია შვილთან ურთიერთობაში ფიქრობ რომ ძალიან დასაფასებელი და თქვენ ყველას აძლევთ შესაძლებლობას რომ ილაპარაკონ შვილებზე და რაღაცა ისეთი რამე აქ მაინც თქვენ რაც თავის დროზე ვერ უთხრეს შვილებს ძალიან ბევრს ნიშნავს ბატონო კობა თქვენი სიტყვები გულწრფელად პრაქტიკულად ენთუზიაზმით ხა ამ ბოლოს გამოჩნდა 1-2 კომპანია ძირითადად როგორც ეს ყველა უარს გვეუბნება მაგრამ ენთუზიაზმით ვაკეთებ და გვჯერა რომ გასაქმეს ვაკეთებთ რა მაგრამ შეიძლება ესე არ იქნება რა ესე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს კი პოლიტიკა რა თქმა უნდა გვეხება გვეტმასნება სულ ყველას მithumetes ოდესაც ისევ გზა გასაყარზე ვართ მაგრამ too much რა როგორც ზუსტად მე გავუსწრე უკრაინა კიევში პირველი ღამე ისე მოხდა კაც რაღაც ისე ჩავედი დაბომბაც იყო კიევის და იმ ღამეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს აგენტები შევიდნენ და გაჩხრეკეს სამთავრობო კვარტალი და ამას მოყვა ვერტიკალის რამის ჩამოშლა ზელენსკის მართალია არ ვიგინებით ნაკლებად ეპატაჟურები ვართ მაგრამ შაურმას არ ვჭამთ ხო შაურმებსაც არ ვჭამთ მაგრამ მიზანი გვაქვს ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენი შვილების ცხოვრება რაღაც სასიკეთოსკენ და კარგისკენ თუნდაც რაღაცა 1%-ით შეიცვალოს და
ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საქმეს და დიდი მადლობა მამსაგვერდებს. სტუმრისთვის რო შეგვითავაზებია ხოლმე ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობა, ბევრს ვთქვავს რომ მე რომ შვილები არ მყავს და ჩვენი პასუხია, შვილი ხომ ხარ? ანუ მამა ან მამების დრო არის მამასთან ურთიერთობაზეც, შვილებთან ურთიერთობაზეც და ასე შემდეგ და პარეგამ სიტყვა მოიტანა და გენასალოს. მამა თქვენიც რომ აი ეგ მინდოდა მეთქარა, მე ძალიან მაკლდა, იმიტომ რომ მამა ჩემი პეტრე ლიკლიკაძე არაჩვეულებრივი ლიტერატორი იყო, ძალიან მაგარი კაცი იყო. სხვა შორის პირველად არ მინდა აქ თუ შემეშლება ვინმე შემისწორებს ლიტერატორი. პირველად თარგმნა ივან ბუნინი. სუხოდოლი თარგმნა მამა ჩემმა 1979 წელს საუნჯეში გამოქვეყნდა მუხრან მაჭავარიანი იყო რედაქტორი და მე როცა წავიკითხე, რთული ნაწარმოებია. არათუ წავიკითხე, მე პრაღაში რო ვიყავი, ვორდში გადავიტანე ამ ჟურნალიდან და კახმე კუდავას დახმარებით წიგნად გამოვიცე. ანუ მამა თქვენის თარგმანი მაქვს წამოხული. კი, პეტრე ლიკლიკას მე მივხვდი, ეს ხო მისი სოფელია. ეს სიმონეთია, რომელიც მას უყვარდა, რომელიც მისთვის ესეთი მიტოვებული იყო. კი ცდილობდა სულ ჩასვლას, მაგრამ ისევ და სოფელსო დააკრავს, რომელიც ნელ-ნელა იცლება. თუმცა რა შედარება ეხლა რო დაცლილია და ვიდრე მაშინ და რაღაცა ძალიან უყვარდა სოფელი, ბევრს მუშაობდა ინტელექტუალურად, ფიზიკურად, აი მიწაზე მუშაობდა, თოხით მუშაობდა, გუთანს მისდევდა და აი რო უკვე 15 წლის ვარ და რაღაცა უკვე იქ ვაჟაფშაველაზე მახსოვს მომიყვა რაღაცას მეუბნებოდა, ამ მომენტში გარდაიცვალა. და მე მაკლდა ამასთან ურთიერთობა. მთელი ცხოვრება მაკლდა ეს. და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მე მეტი უნდა გამეკეთებინა შვილებთან ურთიერთობისთვის და რაღაცები გავაკეთე, რაღაცები ვერ გავაკეთე. მაგრამ ყველაფერი წინ არის. ტორცაკლია მარწყვი. რაღაც თქმა გინდა. ბაბუობის ამბავი. აი ტორცაკლია მარწყვი, ეთქია გუდა მეთქვა ზუსტად. უფრო თქმილია უასი ამბობი. კი. ბაბუობა. ესე იგი, ვარ აბსოლუტურად ქართველი ბაბუ. რომელიც არასოდეს რა ჯერ ერთი მილანია ისეთი გოგოა რომ ცელკი კი არის, მაგრამ რაღაცა ისეც არ აკეთებს, რომ ერთხელ მისთვის არ დამიტოქსავს. პირიქით სალომე ჩემი ძალი, კაცი დედა ძალიან ქართველია, სალომე კუპრეიშვილია. ის კაცად და კარგად. ხანდახან იმის ფონზე მე გამოვდივარ, რომ ძალიან ვანებიურებ და ვანებიურებ კიდევაც ეგრევე. რამე როა გამორბის შემთან ბაბუ და საწოლში შემოხტომა ისწავლა ხოლმე შემოძრება იქ და არის და მე არ ვიცი ეს რას უნდა შეადარო რა. ეს არის ადრენალინი შენ ანტიდეპრესანტი თქვი. რომ მოვა და ჩაგიხუტება რაღაცა ის წნევა რო კონდეს აწეული დაგიბალანსდება. იხა ის კიდე იქ ნიკომ ყავს ამერიკაში ისეც უკვე წამოიზარდა ნენა 4 თვის გახდა და ისეთი უკვე მშვიდია გაიზარდა წონაშიც მოიმატა იქ რაღაცები ხო რო ვიყავი რაღაც მელოდია ამეკვიატა რა ბაბუს სიხარულია ბაბუს და ამას უმეორებდი და ეს ჩარჩა გონებაში და ეხა იმაში რო ვარ მესენჯერის ტელეფონი უცებ დაუწყებ ნანო მეუბნება მამა იცი როგორ ახსოვს ეგას იმაშოს და მეც კი უმღერეთ მეთქი და დაუწყებ თუ არ ბაბუს სიხარულია ბაბუს სიხარულია და გამიღიმებს და აი მაგალითში იქნება ალბათ ყველაფერი იმან ერთხელ რო თქვა რა ქვია ჩვენმა კახი კავსედე გაასწორა აი გაასწორეს ხოლმე და საოცრება ვერა მაგას ვერ აღწევ არ მგონი ახლა რა იყო დიდი მწერალი რომ ეს ცნობა გადმოიტანა რა ბაბუა და შვილიშვილი პაპა და შვილიშვილი ეგ არის მოჩ სანამ არ გახდები რა არ იგრძნობ ვერ მიხვდები არასებას ვერ გეტყვი რა არის ამისთან ვერ გეტყვი ერთ კითხვასაც დავსვამ თქვენ Facebook-ზე ამერიკაში იყავით NBA-ის თამაშზე და თქვენი ქალიშვილის პოსტი იყო ოცნებები ხდება. ესეთი იყო. შვილი რო ეხმარება მამას ოცნების ახდენაში. რა კითხვა? იცი რა, მაგარი კითხვა რა, ლადო ეგ ის არის რომ შენ შეგიძლია წი ბოდუმდე იფიქრო მოხო სიბერეზე 60 წელს გავხდები მაგრამ თუმცა არ ვაპირებ მოდუნებას არც ერთნაირად და ხთები რომ შენი სიბერე არის საიმედო ხელში რა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია და ზოგადად კალათბურთი მიყვარს გიждები აქ 10 კაცი რო დადიოდა ჩაბნელებული იმაში ვითარდასტოსი რო თამაშობდნენ ხო ვითას და იმის თამაშზე მათ შორის ერთი მეც ვიყავი და ეხლა სხვათა შორის მივხედავთ იმისა რომ ეს კალათბურთის სასახლე მშვენიერია ფინალურ თამაშზე ქუთაისი და უნივერსიტეტი რო ხდებოდა ერთმანეთს მეც კი ნარო ესე ცოტა ხალხი იყო მით უმეტეს ბილეთი არ იყიდება ამოდი შეკაი კაცო
ახლა მით უმეტეს გვირაბია ქავთარაძიდან და ფეხით ახლა. ახალი? მოდი, ისეთი კაი თამაში იყო თან. ხო და ლოდაუ ჯერ ხო ის რომ ბოსტონ სელტიკსის თამაშს უყურებ. ხო, მით უმეტეს ტორონტო რაპტორსთან ის თამაშობდა მამუკელაშვილი. ხო, ეს სეზონის წინა ბოლო თამაში იყო და მაგრად ითამაშა რაპტორი. კინაღამ წააგო ბოსტონი. ასე რომ კი, კარგია. ძალიან მაგარი განცდაა. მე ხოც მადაჭამაში მოდის. მე ვთხარი მამა, კაია ის, მაგრამ ახლა ერთი პატარა სახლი თავისი ეზოთით მიყიდეთ და ისევ თქვენთვის ხანდახან რო ჩამოხვალთ მწვადებს შეგიწვავთ, კარგად ვისწავლოთ ხათშოს. უცხოეთში მწვადის შეწვა ტერასაზე, ნაქირავი ბინაში პრაღა. ისევ თქვენთვის შედა და ცოტა ღვინო მექნება და მე შევ თქვენ მოგახმარებთ. მე რო წავალ იმ ქვეყნად ხო არ წავიღებ და ვიცინით ამაზე და ჰიმანშუმ დამპირდა, როგორც კი ექიმი გავხდებიო. ყობაო ეგრევე შოშოვს კი და გამიხარდა. დანარჩენი შვილები ახლა რო ნახავთ, იცოდეთ. ეს და თქვენ მე მიბაძეთ რა. სოფელში ჩავიდოდი ხოლმე ბაბუა ჩემი დიდი მსმელი მე არასდროს ყოფილა პირველ რიგში მარანში ამიყვარდა და ყველაზე საუკეთესო ჭური უნდა მოგიხადაო და როგორ მიყვარდა ის რომ აუ გასამბო იმერეთში მომწყურდა. ესე იმას რომ მოხდიან მე ესე შეუშვებს ჭიქას ეს ნელა. ერთ კითხვასაც დავსვამ. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია მოყევით და დარწმუნებული ვარ 100 იმდენი მოსაყოლია. მემუარების დაწერა. აუ მეც უნდა მეკითხა. აი ის რაც მე ვახსენე იმას რომ ეს ხოშეს რა არის მე მიყვარს წერა აი მე შენ გაზეთის კაცი ხარ და მეც გაზეთის კაცი ვარ მე გაზეთით დავიწყე ჟურნალისტობა 1990 წლის ნოემბერში არჩევნები რო დამთავრდა და გამსახურდიამ რომ მოიგო გაზეთ საქართველოს ხალხი სახალხო ფრონტის გაზეთი იყო წაყვა ამუკა ფაშუაშვილთან ერთად და გაზეთი მიტოვებული იყო და ერთმა ნაცნობმა რომელიც სახალხო ფრონტში მმართველობაში იყო მითხრა რომ ბიჭო წერა იცი კითხვა იცი და მოდიო ჰონორარი გექნებოდა და ესე დაიწყო ჟურნალისტობა სულ ერთ შემთხვევაში 35 წელი გახდა ახლა ხო და ახლა ძალიან მივეჩვი რადიო რეპორტაჟსაც რო ვაკეთებდი კი იმპროვიზაცია ჭირდება რაღაცებს დავწერდი ხოლმე რა აუცილებლად დავწერდი და ახლა სამ პოდკასტზე დავწერე და ის რაც მოვყევი ის არის 1/3 იმის რაც დავწერე და ახლა ამას დავამატებ კიევში მიღებულ შტაბ-შტილებებს და მე ვფიქრობ რომ წიგნი უკვე მზად ამოქვს ცოტა ხელი შევლება უნდა ოღონდ ახლა არ მინდა არ ეწყინოს არავის მაგრამ საქართველოში რაღაცა ეგეთი ისაა რომ გამომცემლებს უნდა ეხვეწო და მე თან ფულიც უნდა მისცე თორმე გადაუხადო რომ წიგნი გამოგიცენ და პატიცემულებო არის ვისაც ეს ეხება არა ამხლად ევროპული მიდგომა მაგი არ კეთდება ესე ადა წიგნი არის შემიძლია წაგაკითხოთ ხო როგორც შემოგეუროს დედანში არის ძალიან საინტერესო აი იმ ფაქტებზე რასაც გინდა ცხინვალის ომის პერიოდში 2008 წლის აგვისტო 4 ალბათ ხა ისტორიას ეს შევიდა რაღაც საინტერესო მომენტები მაქვს ის აღწერილი და რასთავარი საკუთარ შეცდომებზე ვლაპარაკობ როგორც ჟურნალისტი შეცდომა მთავარი არის ის რომ როცა იცი რომ რაღაცა არის სიმართლე ან რაც იცი რომ ის სიმართლე არ არის და ეჭვი გეპარება მას ბილომდე უნდა მიყო მაშინ თუნდაც ეს იყო საბრძოლო მოქმედებები იმიტომ რომ მე მონანიება აი რაც თქვენ თქვით მემუარებში ეგ უკვე ეგ აღარავის აღარ ჭირდება იმიტომ საქმეს აღარ ცვლის რადგან ახსენეთ ვიტყვი ამას აი გულზე მაწევს ხოლმე და სულ გაბრაზებული ვარ უცნაური ბიზნესის წარმოება იციან ქართველებმა ახლახანს ვიყავით ოქტომბრის შუა პერიოდში ვიყავით პრაღაში წყალიც კი უფრო იაფიღეს პრაღაში ვიდრე საქართველოში დანარჩენ ყველაფერს თავი დაანებო ამ სუპერმარკეტებმა საერთოდ საშინელებები ჩაატარეს ხელფას რო აიღებ 3-4 რაღაცას იყიდ და მორჩა ხელფას ისეთი ფასები დაადეს ისე საშილა და უნამუსოდ იქცევიან სუპერმარკეტები და არა მარტო სუპერმარკეტები ამასთანავე ყულას დირექტორის ინტერვიუს უსმინე იმდენად დიდ ფულს ითხოვენ რომ მოგცენ უფლება რომ შევიტანოთ პროდუქცია საერთოდ პრაქტიკულად შევეშვი ქართულ სუპერმარკეტებს და გაგვაქვს ევროპაში და ამერიკაში პროდუქცია იმდენად ბევრ ფულს ითხოვენ რომ უბრალოდ მოგცენ უფლება იმათი დახლი გამოიყენა და იქცევიან უნამუსოდ და ხალხს არ ძალიან ცუდად ექცევიან ეს ფოტოშორის ვერც მე ახსენე მიშო მithume ეს ყველაფერში ყველაფრის ფასი არ ვიცი პროდუქტი მოდი ძირითადად ვთქვათ ჩეხური ლუდი ყველაზე ძვირი არის პლზენ ურკველი ხო ბოთლის ლუდი ღირს მაგათ ლიდლში ან ალბერტში სუპერმარკეტში ან ტესკოში 35-დან 40 კრონამდე ხო რაც არის ვთქვათ 4 ლარი
ჩვენი ლუდებიც ეწევა ამ ფაში. მაგრამ რო აიღო შენ სტაროპრამენი, ან გამბრინუსი, ან კოზაკი, სასაცილო ფასი, რომელიც ხარისხიანი ლუდია, კარაქი ავიღოთ. დღეს ვიყიდეთ ის 11 ლარი. 11 ლარი არის 100 კრონი. 100 კრონად ლიდლში იყიდი ჩეხურ ორ კარაქს, რომელიც არის აი უგემრიელესი. და კიდე 10 კრონი დაგრჩება. და კიდე შემიძლია რაღაც ნომენკლატურებზე ვილაპარაკოთ. ეს ფასწარმოქმნა ვერ გავიგე. გრეძვი რატო ხარ იცით? იმიტომ რომ იქ რო შევიდეს და დადოს ძალიან დიდი ფული უნდა გადაუხადო სუპერმარკეტს რა. ხო, ანუ ეს ნიშნავს რომ მომხმარებლის ინტერესი მაინც არ არის დაცული. აბსოლუტურად არ არის. არ ვიცი, აი რაშიც დილეტანტი ვარ, მიშო ვერ გეტყვი, მაგრამ თვალში მეცამეთ კი მეც ფასებს შორის ესეთი სხვაობა რა. ბევრ ქვეყანაში ნამდვილად ავყოფილ ვართ ერთად მით უმეტეს, მაგრამ ევროპაში როცა ჩავსულ ვართ, ყოველდღე რესტორანში ვერ წახვალ, როცა ბიუჯეტურ მოგზაურობას და საღამოს ლიდლში ვყიდულობთ რაღაცას და საღამოს ნომერში ვახშმოთ ასე ვთქვათ. უბრალოდ გვეცინება ხოლმე რომ პირობითად ქართულზე რო გადაგვიყანე 50 ლარად, იმდენად ნოყიერად გვივახშმია 6 ადამიანს. რას ლაპარაკო? დაგვილებია კიდეც. რასაც საქართველოში წარმოუდგენელია რომ ბევრი დაგვილებია და მეცაც გეტყვით ახლა. რესტორანში სადაც ჩემი შვილი მენეჯერიც არის და მეწილე 4 კაცი ქართულ პურმალის. თავისი 1-2 ბოთლი ღვინით ახლა მეძევერა და ნუ ახლა თითქმის თან ცოტა ნაკლები ჯდება, ვიდრე საქართველოში დაგიჯდება ქართულ რესტორანში. უჭიც არ მეპარება. და ჩეხურზე მარტო კოლენო კანჭირო ჭამო და ლუდი დალიო და იმაზე ლაპარაკი არ არის. აუ, ბლადო, ძალიან დიდი დრო წავართვით, მაგრამ კიევში იყო სულ რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად და 1-2 სიტყვით იქაური ამებით რო გითხრათ და ხო, სხვადასხვა დავიწყე მიშო და შენ სწორად შემაწყვეტინა, იმიტომ რომ გძელი მონოლოგი გამომდიოდა. აი იქ რაზეც გავჩერდი ის მოდი დავამთავრებ რა. მეორე დღეს მეთქი დაბომბვა ხო არის. და გადაყვა ერმაკი კაცო, მეორე კაცია, ახლა ყველა მიცის უკრაინაში რომ პრეზიდენტი არის თავი და კისერი იყო ერმაკი, სადაც უნდა იქით მიატრიალებდა ხა ბოდიში ესეთი შედარებისთვის. მეორე დღეს ვართ საელჩოების მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე და ჩემმა მეგობარმა ლევან გამყრელიძემ, რომელიც სამხედრო ატაშეა და არ დაუტოვებია კიევი, როდესაც მთელი საელჩოები გაიქცა, წავიდნენ სხვათა შორის 22 წლის 24 თებერვალს. წამოდიო რა სახალხო გამოფენათა დარბაზის პავე იქნებ, ვინ იქნება, კაცო, ცარიელი იქნება. და გამიკვირდა რომ ხალხი სავსე იყო. ეს ნაციონალური რაც იყო გამოტანილი, გაიყიდა კონცერტი იყო, მღეროდნენ სამხედრო ფორმიანებიც, ერთი ნაღვზე აფეთქებული ინვალიდი ადამიანის და დავდიოდით ხა მე უკრაინული მესმის რა. გავს ჩეხურს და თან კიდე უკრაინაში ნამსახურები ვარ ჯარში. არავინ პოლიტიკაზე წინაღამის დაბომბვაზე და ამაზე ალაპარაკოს, ეს თვისებაა უკრაინელების და ამიტომ არიან ამტანები, რომ ის რაც ცუდია, რაც უკვე გამოიტანეს და გამოიტანჯეს. აღარ იტყვენ, დედა რა დაბომბვა იყო, აი მე თელი ხამე გავათენე და ბავშვმა გენახამ გაგიჯდა. რაც ჩვენ გვაქვს დიდი დოზით. და ამიტოა რომ ამ 4 წელს ამხელა იმპერიას უძლებენ. უძლებენ და ღმერთმა გააძლებინოთ, რომ დიდი მსხვერპლი აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ წარმოგიდგენია ამ ხელა მანქანა ებრძვის ამდენი ხანია და ნუ წაიწევს პოკროვსკში კი არ მინდა ხა ეს რაღაცა ისე წარმოვადგინო გაიოლებულად, მაგრამ ეს ამტანი ხალხი. პირველ რიგში რაც ეს არის მთავარი შტაბ-ეშტილება, რაზეც ბევრჯერ გავამახელე ყურადღება, რაც ვიცოდი აქამდე და რაც კიდევ ერთხელ დავინახე და მივხვდი რომ ამერ შეიძლება კიდე წაართვა ტერიტორიები, მაგრამ ვერ დაამარცხებ. ამა დედაქალაქს ვეღარავინ ვერ აიღებს აქა. დედაქალაქს შეეძლოთ აიღოს ხალხშორის 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც ისეც იმ პანიკის გამო, რაც დასავლური ქვეყნების სამთავროებებმა დათესეს, როდესაც საელჩოებს უთხრეს, რომ დატოვეთ. გადით, იმიტომ რომ 3 დღეში აიღებენ კიევს და ეხლა აპატე ბრიუსელში რო გეტყვიან ამას და ვაშინგტონში შენს დაიჯერებ, ხო კიევში რო ხარ და 500,000 კაცი იყო დარჩენილი 5 მილიონიან ქალაქში. მაგრამ იმ 500,000 მოსახლეობის 20-30%-მა იარაღს მოკიდა ხელი და დაიცვეს ქალაქი, თორე ჩემო მეგობარმა მითხრა, მისი სახელი ვერ ვახსენე ამ რეპორტაჟებში, ხო? ჰოსტომელთან ვიყავითო, კურსბასის კემეროვის დესანტი იყო, შემოვიდა. ვერტმფრენებით შემოფრინდნენ რა, მაგრები. ხო, იმას შეებრძოლენ და გააჩერეს, თორე ის ჰოსტომელი რო აიღოთ პლასტარმი, იქით უკვე ირპენი აქვს დაგებული. ანუ კიევის ოლქი, ირპენი, ბუჩა და ნუ
ყოველ შემთხვევაში ქალაქს მოაქცევდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ გაძლება იოლი არ იქნებოდა. იქ გააჩერეს ჯარები. მახსოვს რა ამბავი იყოს და უბრალოდ რიგში იდგენ და ავტომატები მისცეს და ჩადნენ. თორემ ისინი უკვე გასულები იყვნენ ლოვსიქით. საელჩოები, ესეთი ვითარება იყო. და საქართველოს საელჩო მაშინაც კი არ გასულა. არ გასულა და აი სხვადასხვა მე ამაზე გული მწყდება და იქ რაც შორის ვიკითხე კიდევაც და ეხლა თამამად მეთქვი მე მიმაჩნია რომ ეს არის ჩვენ ელჩები ერთმანეთთან არ აქვს ეს არის უსამართლობა ეს გადაწყვეტილება ზელენსკის პარტიული პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება და უკრაინის მთავრობის მე პირდაპირ გეუბნე არ იყო სწორი გადაწყვეტილება. აბსოლუტურად გეთანხმები. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად უნდა დაუფასო ადამიანს ის თუნდაც შენ იყო გაბრაზებული საქართველოს ხელისუფლებაზე რომ ეს იყო ერთადერთი საელჩო რომელიც იქ რჩებოდა მაშინ და შენთან ერთად იყვნენ და შეგგვენდით იყვნენ ეს მე ვფიქრობ ჩვენ ურთიერთობებს ეს არ ეკადრება ბევრი რამე არ ეკადრება ეხლა არ გვინდა ამაზე ლაპარაკი მაგრამ ეს მე ვფიქრობ რომ არ იყო სწორი ადლო ეხლა თავისუფალი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რო ყოფილიყავი ამას ვერ ვიტყოდი მაგრამ ეხლა მე ამას ვამბობ თავისუფლად და ამაში მეთანხმებოდნენ ის უკრაინელების და ის ქართველებიც რომლებიც უკრაინაში არიან და ამას რაღაცნაირად უნდა ეშველოს რა. იმიტომ ერთ-ერთი ინიციატორი ამის იყო ბატონი ერმაკი. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრი ბატონობა პირდაპირ გეტყვით. თუ არ მოგაბეზროთ. პირიქით, როდესაც მე და მიშვე ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე პოტენციური სტუმრების შესახებ, რომ ეს ხوار ჩავწერდო და ორივე როდესაც კობალიკლიაკაძის კანდიდატურა თქვით არ მახსოვს მიშოს ინიციატივა იყო ჩემი, დაუფიქრებლად ორივე, აუ ძალიან კარგი იქნება თუ დაგვთანხმდა და ძალიან მიხარია რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. მიუხედავად იმისა, რომ რატომღაც უკაცრავად რიდი და რაღაც შიში არ ქვია მაგას თქვენ მიმართ. ჩარა იმ როცა დავიწყე საინფორმაციო სააგენტოთი დავიწყე და ყოველთვის მე შევდო ხოლმე თქვენთან დარეკვა და სხვა სამხედრო ჟურნალისტებს ურეკავდი ხოლმე. მათ შორის ირაკლი ადაშ თქვენი რატომ ქონა რიდი არ ვიცი, მაგრამ ეხლა მე თანამდებობაზე ვიყავი მაშინ ალბათ მაგით. შეიძლება ეგეც იყო კი. პრესცენტრის უფროსი ვიყავი კი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაშინა ძალიან რბილი კაცი ვიყავი ურთიერთობებში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მინდა თქვენს ოჯახებს, თქვენ შვილებს აქედან მოკითხა გადავცე. მართლა მამაშვილური სიყვარულით და თქვენი თავი არ მოუშალოთ ღმერთმა და დამდეგი ახალი წელი და შობა მინდა მიულოცო შობა ახალი წელი შობა და გაუმორჩოს ჩვენ შვილებს და ჩვენ მეუღლეებს. კი, აუცილებლად. ძალიან ახალი წლის მიგოცვა უკვე დრო ვთქვა ხო. როგორ არა ნაძვისხე ეხლა რო გამოვდეთ ხო ლიზი მითხრა მამა ნაძვისხე არ დავდგათ მე ვთქვა რაღა დროსია დაგვიანდა სალომემ და დათომ პრაღაში დადგეს უკვე მე ვთქვა ეგე მილანია თამაშობს მე ვთქვა თოვლის ბაბუ აყავს უკვე ეგ კი მიულოცოთ ერთმანეთს და მთელ საქართველოსაც მიულოცოთ და ხსოვნა იყოს აი ამ დიდებული ადამიანების და ნათელი მაცულებს რომლებიც დაგცქერიან ზეციური საქართველოსთან როგორც მადლობა გამსახურდი აიტყოდა ხოლმე მადლობა მათ იმ ბრძოლისთვის რითაც დღეს ჩვენი საქართველო დგას და მადლობა თითოეულ ქართველს ვინც აქ წერია ზოგი ახლა იქ პაპანდოპულოა შეიძლება ქართველი არ არის მსგავსად პაპანდოპულოს მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდნენ და მადლობა მათ და ვიმედოვნებ რომ მათი იდეა რის გამოც ჩვენ ქვეყანაში ეწირენ იქნება მუდამ რამდენი აზერბაიჯანის სომეხი იბრძოდა აფხაზეთში კაცო ჩვენ ბატალიონებში უკრაინელები უნაუნსის ხალხი კი ბატონო შავნაბადას ბატალიონში და დაღუპულები ყავს საერთოდ კონსტანტინე კოჩეროვი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმარს და უღრმესი მადლობა ეროვნულ მუზეუმს რომ ამის საშუალება მოგცეს და აქედან შევძელთ განსაკუთრებული მადლობა და ვუსურვებდი ჩვენ ქვეყანას 2026 წლიდან არსებობის მანძილზე ანუ მუდამ რომ ისეთი დიდი მტერი რომელმაც აი ეს ჩვენს უკან არსებული გმირობა ჩაიდინა ჩვენ ქვეყანას აღარ ყოლოდეს და რუსეთსნაირი დიდი ეს არის მუზეუმი რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა ნახონ აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ გვიყურა და გამოიწერა ჩვენი არხი